მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყრებიდან 48 წლის იუბილეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი გახლავთ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი კიკვაძე. მოგესალმებით, მამა გიორგი, მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მამაო მოწვევისთვის და თქვენის ნებართვით მეც ვისარგებლებ შემთხვევით და შევუერთდები თქვენს მილოცვას, როგორც უკვე ბრძანეთ მის უწმიდესობას აღსაყრებიდან ინტრონიზაციიდან 48 წელი შეუსრულდა და ინებოს ღმერთმა რომ მრავალჟამიერი იყოს მისი მამამთავრობა ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის გასახარად. ამინ ღმერთმა გისმინოთ, ასევე წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის დღეს, სენების დღეს გილოცავთ თქვენ და მაყურებლებს. მაყურებელი გვყავს ეთერში, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა ეთერში ხართ? გამარჯობათ მამაო. საღამშვიდობისა. გაგლოცეთ მამაო. გაიხარეთ. ისაუბრეთ. ალო. დიახ, ისაუბრეთ. მამაო, თქვენთან ასეთი შეკითხვა მაქვს. 27 წლის წინ დამეკარგა უგზაუყლოთ დედმამის შვილი 50 წლის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა და აი ხანვის ვეკითხებით ხანვისა და 10 ცოცხლებშია 10 მიცვალებულებში და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და აი რაც მეთქვით როგორ მოვიქცე ესე აი რა გავაკეთო. დიდი მადლობა ღმერთმა გაგაძლიეროთ. მადლობა ქალბატონ შეკითხვისთვის ნამდვილად არ არის ახლა ეს მარტივი თემა პირველ რიგში მიმოციური თვალსაზრისი ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანმა არ იცის თავისი ოჯახის წევრი საკუთარი დედმამიშვილის ასავალ-დასავალი. იცით რა არის, მე რა თქმა უნდა შემიძლია ზოგადი რეკომენდაცია, ზოგადი რჩევა მოგცეთ, მაგრამ აი თქვენ ბრძანეთ, რომ ზოგმა ასე მითხრაო, ზოგმა ისე მითხრაო და აი რატომ მოხდა ესე, იმიტომ რომ ესეთი ყოფითი საკითხები როგორც წესი არ მიეკუთვნება ქრისტიანული მართლმადიდებლური დოგმატიკის ნაწილს. ანუ უცვლელი საეკლესიო მოძღვრების ნაწილს. შესაბამისად, სასულიერო პირი ამ შემთხვევაში პასუხს გცემთ საკუთარი შეხედულების და იმ საეკლესიო ტრადიციიდან გამომდინარე, რაც აქვს ეკლესიას ამ შემთხვევაში. პირველ რიგში თქვენ უნდა გახსოვდეთ, ვფიქრობ, რომ ღვთისთვის როგორც ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან არა არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა. ეს მაცხოვრის სიტყვებია და ეს მან გამოიყენა მაშინ, როდესაც ეკამათებოდნენ, ბჭყალებში ეკამათებოდნენ მას ერთ-ერთი რელიგიური პარტიის, კერძოდ სადუკევლების წარმომადგენლები, რომლებსაც ესენი ებრაელი ხალხი იყვნენ და ერთგვარი რელიგიური პარტია იყო, დაჯგუფება იყო სადუკევლები, კიდე სხვაებიც იყვნენ ესეელები, ფარისევლები და ასე შემდეგ. მაგრამ კონკრეტულად თემასთან შემხებლობაში ეს არის, რომელთაც არ წამდათ სულის უკვდავება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვეულებრივ იყვნენ ძველი აღთქმის რჯულის მიმდევრები, ესეთი შეხედულება ჰქონდათ, რომ თითქოს და ადამიანი გარდაცვალების მერე უბრალოდ კვდება და შემდეგ როდესაც და არც მკვდრეთით აღდგომას აღიარებდნენ და აი მათთან დიალოგში მათ ხო არის ბრძანებს, რომ მოყავს რა ძველი აღთქმიდან ესეთი ციტატა, რომ მე ვარ ღმერთი აბრაამის, ისააკის, იაკობის და ასე შემდეგ, უფლის სიტყვები, როგორ ამბობს ღმერთი ამას, თუ კი აბრაამი, იაკობი და ისააკი გაქრა. რადგან ღმერთი არის ცოცხალი არსებების ღმერთი და არა მკვდრების. აქედან გამომდინარე, აი თქვენი კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ ეს მაგალითი გამოდგება, თუ კი ღმერთმა ქნას და გისურვებთ გულით და თქვენი და არის ცოცხალი, ღმერთმა გაპოვნინოთ. თუ კი ის სამწუხაროდ გარდაცვლია, მე ვფიქრობ, რომ მაინც ცოცხლებში უნდა მოიხსენიოთ და აი სწორედ ამიტომ ვისაუბრე ამდენი, რომ ამეხსნა თქვენთვის, რომ ღვთისთვის ყველა ცოცხალია. ეს ჩვენთვის არის, თქვათ, ვინც აი ამ შეზღუდულ დროში ვარსებობთ,
ესეთი აი ამ თვალსაწიერიდან ვაფასებთ, ხო? რომ ადამიანი რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს და ადამიანი რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ უფლის თვალში ჩვენც და ისინი ცოცხლები არიან. მკვდარი არის მხოლოდ ის, ვინც განეშორება ღმერთს. მკვდარი არის ის, ვინც არ არის იესო ქრისტეში და იესო ქრისტესთან, იმიტომ რომ მაცხოვარი ბრძანებს, რომ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. რომ ის ერთადერთია ჭეშმარიტი სიცოცხლის მომნიჭებელი. შესაბამისად, თუ კი ადამიანი ცოდავს და არ ნანობს, აი ის არის მკვდარი. ასე რომ თქვენი და შეგიძლიათ მოიხსენიოთ ცოცხლებში ჩვეულებრივ და დანარჩენი მიანდოთ უფლის გულმოწყალებას, უფლის ყოვლისწოდნეობას. თუ ის ცოცხალია, უფალი შეეწევა მას, თუ ის გარდაცვლილია და სულიერ სამყაროში იმყოფება, შეეწევა მის უკვდავ სულს. კეთილი, გადავიდეთ Facebook კითხვებზე. ესეთი კითხვა არის, გიორგი წერს, როგორ ვიყოთ ნამდვილი მორწმუნეები, რომ ჩვენი რწმენა არ იყოს მექანიკური და შიშიდან გამომდინარე და ასევე არ ჩავარდეთ ხიბლშიო. მე მგონი მამაო ესეც საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა და ესეთი ყოვლის მომცველი. იცით რა არის ამის ერთადერთი წამალი ბატონო გიორგი არის ის, რომ თქვენ პიროვნებამ რეალურად გაიცნოთ მარადიული პიროვნება, მეორე პიროვნება, უფალი იესო ქრისტე. თუ კი თქვენ ამას ლოცვით, ეკლესიური ცხოვრებით და უპირველესად ზიარებით და ცოცხალი ყოველდღიური კავშირით უფალთან მოახერხებთ, მაშინ თქვენი ყოველდღიური ქრისტიანული ცხოვრება არანაირად არ იქნება მექანიკური. პირიქით იქნება ცოცხალი. თქვენ იგრძნობთ, რომ ცოცხალი ადამიანი ეკონტაქტებით მეორე ცოცხალ პიროვნებას. რა თქმა უნდა, თქვენზე გაცილებით აღმატებულ მარადიულ ღმერთს, მაგრამ ასევე პიროვნებას. აი ვფიქრობ, რომ ამის გააზრება, რომ ქრისტიანობა პირველ რიგში გულისხმობს იმ სიკეთეს, რაც უფალმა მოგვიტანა, ცოცხალი კავშირის, რეალური ურთიერთობის შექმნა შემოქმედთან, აი ამის გააზრება ვფიქრობ არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება არ იყოს ზედაპირული, არ იყოს მექანიკური და არ იყოს მხოლოდ გარეგნული წესების შესრულებაზე დამოკიდებული. კეთილი, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. დამლოცეთ მამაგურა, მამა გიორგი, დამლოცეთ გილოცავთ. მართლაც ახალწელს და ეს არის დამდეგს გილოცავთ. დიდი მადლობა. თქვენც ასევე. აი მამაო, ესეთი შეკითხვა მაქვს რა, რომ აი გამოცხადების აპოკალიფსის წერილში პირველი შეკითხვა მაქვს ესეთი, რომ წერია, რომ თუ ვინმე რასმეს მოაკლებს ამ საწინასწარმეტყველო წიგნის სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს იქიდან სიცოცხლის ხიდან და რაც ამ წიგნშია ჩაწერილი. ანუ ეს გებულობ ეხლა რომ ბიბლიის არც ერთი სიტყვა არ უნდა მოაკლოს ქრისტიანმა და არც ანუ მიამატოს კონკრეტულად ამ აპოკალიფსის წერილში წერია ესეთი სიტყვები. ეს პირველი შეკითხვა, რატომ წერია? ანუ რომ თუ მიმიხვდებით, მე თვითონ ვერ ხვდები აი კონკრეტულად რატო წერია. პირველი შეკითხვა ესეთია და მეორე შეკითხვა მაქვს, რომ მე ვიცი, რომ აპოკალიფსის წერილი რამოდენიმე საუკუნე თუ არ ვწდები, ეკლესიას მიღებული არ ქონდა მამაო. არ ქონდა მამაო ეგ წერილი მიღებული და რატომ არ ქონდა ეგ თუ არის ცნობილი, რომ რატომ არ ქონდა ეგ წერილი ეკლესიას მიღებული, იმიტომ რომ ეგ წერილია მაცხოვრის წერილი, ვიცი მე ზუსტად რომ მაცხოვრის წერილია იესო ქრისტემ განაცხადა იოანეს, ხო და რატომ არ ქონდა მიღებული? თუ შეიძლება რომ აი ეს განმიმარტოთ მამაო. მადლობა შეკითხვისთვის. შევეცდები მოკლედ უპასუხო მამაო, იმიტომ რომ ამ ბატონმა ფაქტიურად იმხელა შეკითხვა დასვა. ძალიან საინტერესო, მადლობა ესეთი კარგი კითხვისთვის, მაგრამ
დამერწმუნეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი რომ მიიღოთ, ერთი გადაცემა არ გვეყოფა მაგაზე სასაუბრო. ფაქტი რომ თქვენ მკითხეთ წმინდა წერილის ისტორიის და აპოკრიფების შესახებ. ეს ორი რამე გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. მოდი შევეცდები უპასუხო ჯერ პირველ კითხვას, რატომ ბრძანებს იოანეს გამოცხადების ავტორი თავად იოანე ღვთისმეტყველი ამ კონკრეტული წიგნის ბოლოში, რომ თუ კი ვინმე მოაკლებს რაიმეს ამ წიგნიდან, მას ღმერთი მოაკლებს იმ სიკეთეებს, იმ სიცოცხლის ხიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რატომ უნდა დაეწერა ეს იოანეს, თუ კი ამის პრეცედენტი არ იყო? იყო ამის პრეცედენტი. მოდით აი შევეცადოთ ცოტა ფართო წარმოვიდგინოთ სურათი. ჩვენ როცა ვამბობთ ახალ აღთქმას, თუ კი ადამიანი ჯერ არ არის თქვათ გაცნობიერებული, შეიძლება წარმოვიდგინოს, რომ ეს არის ერთი წიგნი. სინამდვილეში ესე არ არის, ძვირფასო მაყურებლებო. ახალი აღთქმა არის 27 წიგნის კრებული, რომელსაც ყავთ სხვადასხვა ავტორები და მეტიც. ამ ავტორებს ჰქონდათ სხვადასხვა მიზანი, ამ სხვადასხვა წერილის დაწერისა და კიდევ მეტი სხვადასხვა ადრესატი ყავდათ. შეიძლება კონკრეტული ადრესატი ყოლოდათ, აი მაგალითად როგორიც არის საქმე წმინდათა მოციქულთა, ხო? კონკრეტულად მიეკუთვნება, მიემართება ლუკა მახრებლის მიერ ვინმე ღვთისმოყვარე თეოფილეს. იგივე თქვათ პავლე მოციქულის წერილი ტიტეს მიმართ, რომელიც თქვათ კონკრეტულად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო იმისთვის არის და იქ ისეთ რამეს ვერ ამოუკითხავთ, რაც ზოგად საეკლესიო მნიშვნელობის არის. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმის ხაზგასმას ვცდილობ, რომ ახალი აღთქმის თითოეული წიგნის დაწერას თუ მიწერას კონკრეტული ადრესატისადმი თავისი დანიშნულება ქონდეს. შემდეგ აი ეს წიგნები დროთა განმავლობაში გაერთიანდა კანონიკურ კოდექსებად. სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებს, ხო, მოგეხსენებათ, მაშინ თითოეული ეკლესია ერთგვარი ავტოკეფალური ერთეული იყო. დამოუკიდებელი მეორესგან. ეს იმას ანიშნავს, რომ ეკლესია ერთიანი არ იყო სულით, სწავლებით და სულიწმინდით. ერთიანი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი როგორც წარმოვიდგინოთ, აი როგორც ქალაქ სახელმწიფოები, ხო, აი ისე შეიძლება და ყოფილიყო საეკლესიო ერთეულები, რომელსაც ყავდა მღვდელმთავარი, ერთგვარი ავტოკეფალურობის მატარებელი. შესაბამისად, მათ ეკლესიაში შეიძლება წაკითხულიყო ახალი აღთქმის სულ სხვა კოდექსი. ანუ შემადგენლობა, თქვათ 27-დან შეიძლება იმ ეკლესიაში კითხულობდნენ იმ დროისათვის 20 წიგს. სხვა ეკლესიაში 26. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვათ ის მეორე ეკლესია არ აღიარებდა ამ წიგნებს. არა, რა თქმა უნდა. დავიწყოთ კომუნიკაციით, ხო, მაშინ ხო არ იყო იმის საშუალება, რომ ეკლესია მით უმეტეს დევნულობის პერიოდზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ეკლესია დამსხდარიყო და ერთიანი კოდექსი შეემუშავებენ ახალი აღთქმის კანონიკური წიგნებისა, რაც ეკლესიამ ქნა კიდეც. მაშინ, როდესაც ამისი პრობლემა მოიხსნა გნებავთ კომუნიკაციის და გნებავთ იმის, რომ ეკლესიას არ უწევდა კატაკომბებში მალვა და ჩუმჩუმა წირვების ჩატარება მარტო იმიტომ, რომ არ მოეკალი ადამიანს და ვთქვათ რომის კოლიზეუმში ლომებისთვის არ შეეგდია რა. ანუ როგორც კი ეს საკითხი დაალაგდა, ეკლესია დასხდა, დაიწყო მსოფლიო კრებების ეპოქა და შეიქმნა კიდეც ახალი აღთქმის, კი არ შეიქმნა, უკვე არსებული წიგნების რატიფიცირება მოხდა, უკვე არსებული, რაც ეკლესიაში პირველი 3 საუკუნე გამოიყენებოდა სახარებები, აპატიეთ ეპისტოლეები და იოანეს გამოცხადებაც, აი ამისი ერთიან კანონიკურ კრებულად შედგენა მოხდა. ეს ალბათ უფრო პასუხი იყო თქვენ მეორე კითხვაზე. რაც შეეხება თქვენ პირველ კითხვას, რატომ ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი ამას? ნახეთ, ჩვენ როცა ახლა ვამბობთ სიტყვა აპოკრიფს, ამას ძალიან ესეთი ცუდი დატვირთვა შეიძლება მიანიჭოს. წიგნი, რომლის წაკითხვაც არათუ სასარგებლო, შეიძლება გარკვეულწილად საზიანოც კი იყოს, თქვათ, თეოლოგიაში მეტნაკლებად გაუცნობიერებელი ადამიანისთვის. მაგრამ ქრისტიანობის პირველ პერიოდში აპოკრიფები ესე არ აღიქმნებოდა. სიტყვა აპოკრიფი იყო დამალულს, დაფარულს ნიშნავს და ვისგან იყო, ან რისგან იყო დაფარული ეს წიგნები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა იმ გაგებით, რომ ქრისტიანობაში არის რაიმე საიდუმლო დაფარული ეზოთერიკული ცოდნა. რა თქმა უნდა ეს ესეა, რომელიც მხოლოდ განდობილებმა იციან. ეს არის უბრალოდ ზღაპარი, რაც მერე თეოსოფებმა მოიგონეს და გაავრცელეს და უამრავ ადამიანს ტვინი აურიეს. ეს ესე არ არის. აპოკრიფი იმ დროისთვის დამალული იყო აგნოსტიკოსთებისთვის. ანუ იმ სექტანტური მიმდინარეობისთვის, რომელიც სამწუხაროდ მოციქულების პერიოდშივე გაჩნდა ეკლესიაში. აი სწორედ ეს ადამიანები იყვნენ მიზეზი იმისა, რომ წმინდა წერილის ესა თუ ის წიგნი შესაძლოა დამახინჯებულიყო. მით უმეტეს ისეთი წიგნი, რომელიც საწინასწარმეტყველოა და ბოლომდე მისი შინაარსი შეიძლება არც იყოს ბოლომდე, ხო, გაცხადებული, რადგან ჯერ ბევრი რამე არ მომხდარა, რაც იოანეს გამოცხადებაში წერია და უნდა მოხდეს აწი.
ხო? აი ამიტომაც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი ერთგვარ გაფრთხილებით ამთავრებს, ხო? თავის წიგნს რო ყველა ვინც ამას ხელში შეიღებს თავის ნებაზე არ შეცვალოს და არ გადააკეთოს ის რაც სულიწმინდის კარნახით მას ეუწყა თქვენ მართალი ბრძანეთ იესოს მაცხოვრის გამოცხადები და რაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა დაწერა და გადმოგცა. აი სწორედ ამიტომ ამბობს რომ გააფრთხილოს ყველა და უპირველესად გნოსტიკოსები და ნიშანდობლივე როცა იოანე ღვთისმეტყველი ამ წიგნს წერს მაშინ მოციქულები აღარ არიან ცოცხლები. ანუ უშუალოდ მოციქულებრივი მამები კი არიან და მოღვაწეობენ ეკლესიაში, მაგრამ უშუალოდ 12 მოციქულიდან ცოცხალია მარტო იოანე. ანუ ეს ერთი კაცია დარჩენილი, ვინც უშუალოდ ირიცხებოდა 12 მოციქულში, ამიტომ მისი სიტყვა, მისი მით უმეტეს ნაწერი განსაკუთრებულ ავტორიტეტს ატარებდა ეკლესიისთვის და მისი შერყნა თუ დამახინჯება იგივე გნოსტიკოსების მიერ არ იყო გამორიცხული კი არა, დიდათაც მოსალოდნელი იყო. და აი ამიტომაც პრევენციული ღონისძიების მიზნით აწერს წმინდა მოციქული იოანე თავის აპოკალიფს აი ამ სიტყვებს. კეთილი, რისთვის გვეძლევა განსაცდელი და ეს ღმერთის დაშვებით ხდება თუ ადამიანის თავისუფალი ნების შედეგია? ვიცით რა არის? მოდით ახლა ვთქვათ, მაშინ ჯერ ღვთის ნების შესახებ და თქვენის ნებართვით ყველაზე ალბათ გასაგებად ალბათ ამას აღწერს ძალიან დიდი მამა წმინდა მაქსიმე აღსარებელი. ის ღვთის ნებას განარჩევს რამდენი ღვთის ნება ერთია რა თქმა უნდა ერთია ყველასთვის მაგრამ შეიძლებაო ბრძანებს ეს დიდი წმინდა მამა ღვთის ნება იყოს სათნო ყოფელობითი. ეს რას ნიშნავს ძვირფასო მაყურებელო რომ აი მაგალითად ღვთის ნება არის რომ ჩვენ მოვიქცეთ კეთილად. რომ სხვის სიჭირი არ იყოს ჩვენთვის ღობეს ჭხირი და ვიყოთ თანაგამცდელნი. და ვთქვათ მე წავედი და რომელიმე ადამიანს დაუდექი გვერდში ხელი გაუმართე. ეს რა თქმა უნდა ამით რა თქმა უნდა ღვთის ნება შევასრულე, ხო? ოღონდ ღვთის სათნო ყოფელობითი ნება ეს სათნოვება ღმერთს. მაგრამ არსებობს ღვთის მიშვებითი ნებაც. აი აქ ცოტა დაფიქრება გმართებს, რა შენიშნავს მიშვებითი ნება. მე ისევე როგორც თქვენ ჩვენმა უფალმა შექმნა თავისუფალი ნების მქონე არსებებად. მარტივად რო გითხრათ, ძალიან არ მიყვარს ამის ესე თქმა, მაგრამ რეალობა ესეთია, რასაც მინდა იმას ვიზამ. რა თქმა უნდა, ჩემ თვითონ ქმედებას მოყვება თავისი შედეგები, აუცილებლად მოყვება, ცუდ-საქციელს, ცუდი შედეგი ბუნებრივია და კარგს, ну ასე შემდეგ, შედეგი მოყვება აუცილებლად, მაგრამ უფალი არ ზღუდავს ჩემ თავისუფალ ნებას. სხვა შემთხვევაში ჩვენი თავისუფლება ჩალის ფასადაც არ ეღირება, ხო? აი ეს არის ღვთის მიშვებითი ნების ნაწილი. ის რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ჩვენ ამავდროულად ამით გვეძლევა ბჭყალებში უფლება, რომ თუნდაც ბოროტება ჩავიდინოთ. მაგრამ ეს ბოროტება ვერანაირად ვერ იქნება ღვთისთვის სათნო. როგორ შეიძლება ღვთისთვის სათნო იყოს ადამიანი როცა ცოდავს, ხო? მაგრამ ესეც მისი ნების, ოღონდ მისი მიშვებითი ნების ნაწილია. და როდესაც ადამიანს განსასწრელი ემართება, ალბათ უნდა გამოიკვლიოს. პირველ რიგში ჩავიხედოთ მამაო ჩვენოში, ხო? ამაზე დიდი არაფერი არ არსებობს, თუ ლოცვებს გულისხმობთ. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრელს, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ესე იგი ჩვენი სათხოვარი ყოველდღიური და მამაო ჩვენოს ყველა ადამიანი დღეში რამდენჯერმე ამბობს, ხო? ყოველდღიური სათხოვარი უფლისადმი არის რომ დაგვიფაროს განსასწრელისაგან, არ შეგვიყვანოს განსასწრელში. ეს შეიძლება მე ამ განსასწრელში შევიდე ჩემი უტვინობის გამო, მაპატიე ცოტა უკმეხი გამოთქმისთვის, ну ჩემი არასწორი ქმედების გამო. ეს იმას ანიშნავს, რომ ღმერთმა მომივლინა განსაცდელი. ეს იმას ანიშნავს, რომ ჩემი არასწორი საქციელით, ჩემი ესე იგი ქმედებების ერთობლიობით მე მივედი იმ რეალობის წინაშე, რომ ჩემ თავზე გამოვიწვიე ესა თუ ის ძიმე მდგომარეობა. შეიძლება უფალს არ უნდოდა და არ ესათნოებოდა და უნდოდა რომ კარგად ყოფილიყავი. მაგრამ იყო რა ეს მისი მიშვებითი ნების ნაწილი, მან არ შეზღუდა ჩემი თავისუფალი ნება და ასე ვთქვათ მიმიშვა. და მე თუ არასწორი არჩევნების თელი წყება გავაკეთე, შესაძლოა შემდეგ დამიდგეს განსასწრელი. არის ზოგჯერ როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ აი მაგრამ აქაც ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, ალბათ ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყოს დაჯილდოვებული, რომ ამის გარჩევა შეძლოს. ხა მე ვერ გავკანიერდები და ვერ ვიტყვი, რომ აი თქვა ეს განსასწრელი ღვთისგან არის. ეს ალბათ უფრო დიდი მამების ხელმწიფებაა, რომელსაც უფლისგან აქვს ესეთი უნარი, რომ კონკრეტულ ადამიანს მისცენ ესეთი ღრმასულიერი რჩევა.
მაგრამ საერთო ჯამში მართალი ბრძანდებით შეიძლება იყოს განსასწრელი ღვთის როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიშვებითინების ნაწილი, ანუ მე გამოვიწვიო ჩემ თავზე ეს განსასწრელი ჩემი არასწორი ცხოვრების შედეგად, ან შეიძლება ჩემს გამოსაფხიზლებლად ან როგორ თქვა სწორ გზაზე მოსაბრუნებლად დაუშვას უფალმა, თუმცა ამის გარჩევა ღრმა სულიერებას მოითხოვს. კეთილი. როდის იქნება მეორედ მოსვლა და რითი უნდა მივხვდეთ, რომ მოახლოებულია? ძვირფასო მაყურებელო, მეორედ მოსვლა მუდმივად ახლოს არის. მაგრამ ნახეთ როგორ არის მაცხოვარი რომ ამაღლდა ზეცად, აი ჩვენ არ მეგონი ამაზე გვისაუბრია, ერთად გვისაუბრია მამაო, არა ერთ გადაცემაში, მაგრამ რახან ძალიან აინტერესებთ, მოდით გავცეთ პასუხი ამ კითხვას. ხა მე შევეცდები გიპასუხოთ როგორ ასწავლის წმინდა ეკლესია, თქვენ თუ გინდათ შეადარეთ შემდეგ თქვათ ხალხურ შეხედულებებს, მაგრამ დამერწმუნეთ ეგრიგრი არ არის. აი ძალიან ხშირად გავიგებთ რომ ბოლო ჟამია. ეხლა ეს სიტყვები ჩვენ გვესმის პირველ საუკუნეშიც, მოციქულთაგან, ხას უსმენ მოციქულთაგან. შემდეგ გვესმის მოციქულებრივი მამებისგან, გვესმის კაბადოკიელი მამებისგან, შემდეგ გვესმის თვითონ გრიგოლ პალამას პერიოდში, შემდეგ და დღესაც გვესმის ეს სიტყვები 21 საუკუნეში, რომ ბოლო ჟამია. ეხლა მაპატიოს ღმერთმა ამას ვერ ვიტყვი, მოციქულები ცდებოდნენ, ან კაბადოკიელი მამები ცდებოდნენ, ან ჩვენ არ გვესმის რაღაცა, ამ სიტყვის მნიშვნელობა, ამ ბოლო ჟამის მნიშვნელობა, ან რაღაცაშია საქმე, ხო? მოდით დავფიქრდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ნახეთ ძვირფასო მაყურებელო, ხო ვახსენეთ წმინდა წერილი, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. აღთქმა რა არის? აღთქმა არის პირობა. ანუ როდესაც ორი პიროვნება, ან ერთი პიროვნება მეორეს რაღაცა კონტრაქტს დაუდებს, რაღაცა პირობას მისცემს, რომ აი ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს. ძველი აღთქმა იმიტომ ეწოდება ძვირფასო მაყურებელო წმინდა წერილის ძველ წიგნებს, ვიდრე მაცხოვრის შობამდე, რომ აქ საუბარია იმ საღვთო კონტრაქტზე, რაც უფალმა ღმერთმა დაუდო კაცობრიობას. და ამ კონტრაქტის შინაარსი ამგვარია, რომ თავსა გველისასა შემუსრავს დედაკაცის თესლი. აქ საუბარია ხსნელის იესო ქრისტეს მოვლენებას, რომ აუცილებლად მოვა ძე ღვთისა, რომელიც შემუსრავს გველის თავს და რომელიც ადამიანებს ღვთისშვილობას მოგვანიჭებს და გაგვიხსნის დახშულ სასუფევლის კარს. ეს კონტრაქტი, ეს აღთქმა მაპატიეთ, აღთქმა სხვა რამეა, აღთქმა ღვთისგან კაცობრიობისადმი ბოძებული შესრულდა პირველ საუკუნეში. ახლა გადმოვიდეთ აქეთ. მაცხოვარმა ყოველივე აღასრულა, ის ჯვარს ეცვა, დაიმოკვდა, დაიდო საფლავად, მესამე დღეს აღდგა და ზეცად ამაღლდა და განღვთობილი კაცობრივი ბუნება ყოვლადწმინდა სამების წიაღში დამკვიდრდა. როდესაც მაცხოვარი ამაღლდა, მოციქულები და დანარჩენი მოწაფეებიც იდგენ და გაოგნებულები, როგორც ლუკა მახარებელი გვიყვება საქმე მოციქულთა წიგნში, შესცქეროდნენ ზეცას, რასაც მყისვე მოყვა ანგელოსის ანგელოზების უпростоრად გამოცხადება ამ სიტყვებით: გალილეველო კაცებო, რას დგახართ და იყურებით ცაში? ეს იესო ისევ მოვა, როგორც აი თქვენი თვალით ნახეთ ზეცად აღმავალი, ასევე ნახავს კაცობრიობა მას მეორედ მომავალს, თავის ღვთაებრივი ძალით, დიდებით. ახლა უკვე მწამსი სიტყვები მომყავს, განშად ცხოველთა და მკვდართა. ეს ჯერ არ შესრულებულა. ანუ მაცხოვრის ამაღლებიდან იწყება ახალი აღთქმა, ანუ ახალი პირობა ღვთისა კაცობრიობის მიმართ. როგორც თქვი, ძველი შესრულებულია, მაცხოვარი მობრძანდა, გამოგვისყიდა ცოდვის ტყვეობიდან, განკურნა ჩვენი დაზიანებული ბუნება და დაგვიდო ახალი აღთქმა, ანუ ახალი პირობა, რომის კვლავ მოვა, მეორეჯერ მოვა. აი ამ ეს არის ბოლო პირობა, ამის შემდეგ არაფერი აღარ იქნება. ხო, კიდე ერთი ახალი აღთქმა აღარ იქნება. აი მთელ ამ პერიოდს, ვიდრე მაცხოვრის ამაღლებიდან, ვიდრე მის დიდებით მეორედ მობრძანებამდე, ეწოდება ბოლო ჟამი. და რატო ეწოდება ბოლო ჟამი? რომ მესამე კონტრაქტი ღვთისა კაცობრიობისადმი აღარ იქნება, არამედ იქნება საყოველთაო აღდგომა და მარადიული სიხარული და მარადიული სიცოცხლე და ნეტარება იესო ქრისტეში, ვისაც ის მიგვიღებს და ღმერთმა ქნას რომ ყველანი მიგვიღოს
და ნუ ვისაც არა, როგორც სახარებაში წერია, მარადიული, ტირილი და ღრჭენა კბილთა და ეს არის ფინალი. ფინალური აღთქმა. ამიტომაც აი ამ პერიოდს ეწოდება ბოლოჟამი. ანუ კონკრეტულად იმ პერიოდს კი არ ეწოდება ბოლოჟამი, როდესაც ყველანი ერთად დავინახავთ როგორ მობრძანდება იესო ქრისტე დიდებით ზეცით, არამედ აი ამ პერიოდს ვიდრე მისი ამაღლებიდან, ვიდრე მის მეორედ მობრძანებამდე. ეს არის ვფიქრობ პასუხი თქვენ კითხვას. კეთილი, ესეთი კითხვა არის, ჯოჯოხეთი ადამიანის სულიერი მდგომარეობა თუ ის ტერიტორიულად არსებობსო, თუ ორივე ერთდროულად? მე მგონი მესამე ვარიანტი უფრო სწორია, თქვენ თვითონ გაეცით ძვირფასო მაყურებელო პასუხი, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით მამების ძალიან ავტორიტეტული მამების მოსაზრებები შეიძლება ორად იყოფოდეს. ნუ პირველ რიგში სულიერი მდგომარეობა როა, ამას წყალი არ გაუვა, ხო? აი თუნდაც არ იყოს ლოკაციაზე საუბარი, თქვა გეოლოკაციაზე, ხო, სულიერ სამყაროში. და აი ესე რომ ახსნავ, თქვა ვარ მე და ჩემს გვერდზე წმინდა ადამიანი. და ორივენი წავდექით ღვთის წინაშე. მისი ნათლის შუქზე მე ვხედავ ჩემ დაზიანებულ ბუნებას და საშინელ დღეში ვარდები, როდესაც ვხედავ ლაქებს ჩემ სულზე, ცოდვის შეუნანებელი ცოდვის ლაქებს. მაგრამ ეს წმინდა კაცი, რომელიც განიწმინდა და წმინდა წარდგა ღვთის წინაშე, იმისთვის ის ღვთის ნათელი ნეტარების მომფენია. ანუ შეიძლება ის საფრთხო ნათელი ჩემთვის ტანჯვის მომტანი იყოს, ხოლო მისთვის სიხარულის მომტანი და ნეტარების მომტანი. აი ამ ლოგიკით თუ მიუდგებით, ამ შემთხვევაში ჯოჯოხეთი რა თქმა უნდა სულიერი მდგომარეობა გამოდის, მაგრამ არის მამები, რომლებიც აი არაერთ ყველას წაგვიკითხავს, როდესაც საუბრობენ, რომ ორივეა. სულიერი მდგომარეობას და მაგრამ სად როგორ ანაერად ეხა ეს საიდუმლოა და ხამაზე როგორ უნდა ვისაუბროთ. იმედია არ ვნახავთ სად არის. ღმერთმა ქნას. თუმცა ამბობენ რომ გარდაცვალების მერე მაინც გაჩვენებოდა. რა არის ჯადო და თუ მოქმედებს იგი ადამიანებზეო? იცით რა არის? ბევრს აინტერესებს ეს კითხვა, მაგრამ გთხოვთ, ნუ ეწყინება თქვენს მაყურებელს ზოგადად ვიტყვი, ხო? მე არ მინახია ბედნიერი ადამიანი, რომელიც ჯადოებზე ფიქრობდეს და ჰოროსკოპებზე. გულწრფელად გეუბნებით, ბედნიერ ადამიანს უხარია. ტკბება ცხოვრებით, ტკბება თავის თუ ოჯახი ყავს ოჯახით, იმითი რომ გათენდა, იმითი რომ რა ვიცი, ცოცხალი ადიდებს უფალს. მაგრამ როდესაც მე პრობლემები მაქვს და პრობლემები ყველასა აქვს, უპრობლემო ადამიანი არ არსებობს. და ნაცვლად იმისა, რომ ჩემ თავში ვეძებო მიზეზი, ვიწყებ გარე მიზეზების ძებნას, მათ შორის ერთ-ერთი არის ჯადოც. ამით იმის თქმა არ მინდა რომ ჯადო არ არსებობს, სამწუხაროდ არსებობს და არიან ესეთი ტვინაღრძობი ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ. და მართლაც არიან გინდათ სოციალურ ქსელებში და გინდათ ისე და ისე. მაგრამ მოდით უფრო სიღრმისეული გავხადოთ ეს საკითხი. თუ მე ჩემი წარუმატებლობის, გნებავთ პირად ცხოვრებაში, გნებავთ კარიერული თვალსაზრისით, ამ ქვეყნიურ, აი ამ სოფლიურ თვალსაზრისით ვამბობ, არ გამიმართლა რაღაცა, ვერ შევძერი, ვერ მოვახდინე თვით რეალიზირება, ხო? და ამის მიზეზს ვეძებ არა იმაში, რომ საკმარისად არ მოვინდოვე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია, თუ კი მთელ ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ და უფალი შეგვეწევა, რა თქმა უნდა, რაღაცა მიზანს მაინც მიაღწევ, თუ არ გაჩერდები. მაგრამ თუ ვერ აღწევ, ან თუ საკმარისად ბედნიერი არ ხარ, ან თუ რაღაცნაირად ხელი გეშლება და იმის ნაცვლად შეჩერდე ერთი წუთი, შეჩერდე და სხვადასხვა მის უწმინდესობას ხშირად უყვარდა ხოლმე ამგვარი რჩევის მოცემა, რომ აი სტუდენტები როცა ვიყავით და ჩვენთან მობრძანდებოდა ხოლმე კი არა, ყოველ ორ შაბათს სასულიერო აკადემიაში არაერთხელ ვთქვამს, რომ რაღაცა დრო გამუნახეთ, რომ განმარტოვდით და ჩაიხედე შენ გულში აი დღეს თვითრეფლექსიას რასაც ვეძახით, ხო? და იმის ნაცვლად რომ აი ამ თვითრეფლექსიის დროს მე ვთქვა, რომ მე ვერ შევძელი, მე დავაშავე და მოდი რაც ვერ შევძელი, ეხლა შევეცდები რომ ის გამოვასწორო. ვთხოვ უფალს შეწევნას, უფალო შემეწიე და შემდეგ მთელ ძალისხმევას მივმართავ და შემდეგ აუცილებლად გამომდის. აი ეს რეალობაა.
მაგრამ ის რომ ვიღაცამ ჯადო გამიკეთა და ეს იმიტომ დამემართა მორწმუნე ადამიანისთვის არ მგონია რომ ეს ძალიან ესეთი მისაღები აზრი იყოს, იმიტომ რომ თუ კი თქვენ გწამთ უფალი იესო ქრისტე, ეზიარებით მის სის და ხორცს, საერთოდ რა გაფიქრებთ ჯადოზე? თუმცა კიდე გიმეორებთ, რეალურია და ზოგიერთი საწყავი ადამიანი ღმერთმა გაუნათლოთ გონება ამას ჩადიან. კი ბატონო. როგორ გავუკლავდეთ შიშებს და ნერვოზულ მდგომარეობებს და რისი შედეგია ეს ყველაფერი? ალბათ აქ ორივე ფაქტორია ჩემი აზრით, იმიტომ რომ შიშები და ნევროზების მკურნალობას ყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელთანაც მისვლა არ უნდა მოერიდოს ადამიანს. არაფერი სასერცხვილო ამაში არ არის, თუ ადამიანს აწუხებს შიშები, აქვს ნევროზი, შეიძლება პროფესიონალმა ისეთი კარგი დახმარება გაუწიოს, ეს მედიკამენტოზური იქნება თუ რაღაცა საუბრები თუ ასე და ასე შემდეგ, რომ ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოუგვარდეს. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს სულიერი მხარეც, იცით? როდესაც ადამიანი მუდმივად არასწორად ცხოვრობს და დისონანსში მოდის თავის პიროვნებასთან, თავის თავთან, მუდმივად ცოდავს, მუდმივად აშავებს, არ მჯერა რომ ესეთ ადამიანს არ კონდეს რაღაცა ფსიქოსომატური პრობლემები რა. ანუ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ორივე მხარის ჩართულობა, კარგი იქნება თუ თქვენს მოძღვარს გაესაუბრებით თქვენ პრობლემებზე, მისგან მიიღებთ სულიერ დარიგებას, მისგან მიიღებთ მადლს, ესეთი სხება იქნება თუ ნაკურთხი წყლის ხურება იქნება თუ თქვენ რაც აკვირველია ზიარება და ასევე ჩართავთ ამ საქმეში დარგის პროფესიონალსაც. კეთილი მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხართ. დამლოცეთ მამაო. ღმერთმა დაგლოცო და გაგახართ. სახელმშიდობისა ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა, მოგესალმებით და საინტერესო საუბრისთვის ყოველთვის მადლობას გიხდით. მე მაქვს ორი შეკითხვა. პირველი შეკითხვა ასეთი დამებადა მამაო, ჩვენ დიდი ხანი არ არის, რაც მამა პაისის ცხოვრების შესახებ შესანიშნავი გადაღებული ფილმი იყო და ძალიან გამიხარდა და ვისურვებდი, რომ ჩვენ წმინდანებზეც ასეთი მსგავსი იყოს გადაღებული. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, რომ აი მამა პაისის ოქტომბერული წაკითხული მაქვს, მაგრამ იქ არ არის ასე დეტალურად აღწერილი მისი ცხოვრება და იცით რა მაინტერესებს? ღვთისათვის, ანუ ღმერთისთვის ასეთი აუცილებელია და ვალდებული კი არა, მისაღებია ის როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა. ფაქტიურად მამა პაისმა შეწირა თავისი სიცოცხლე, თავისი სული მთლიანად, აი ეს ფიზიკურათაც კი და ნუ თუ ეს აუცილებელია, სხვანაირად ცხოვრება არ შეიძლებოდა თქვათ ისე რომ დარჩენილიყო და აგესრულებინა თავისი საქმე, რასაც შესანიშნავად აკეთებდა. გარდა ამისა, ჩვენ მამა პაისი ჩვენი თანამედროვე იყო თითქმის, მაგრამ ჩვენ შიომღიმელი ყავს, რომელმაც აი ასეთივე ცხოვრებით იცხოვრა და მთელი თავისი სიცოცხლე გაიღო ფიზიკურად ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი, აი წირვის შემდეგ კი არა, წირვამდე ჟამნობა ეს წირვის შემადგენელი ნაწილია და ეს აუცილებელია და როგორ ხდება განსაზღვრა აი ჟამნობის ძალიან კარგი ლოცვებია, მე ძალიან მიყვარს ჟამნობის მოსმენა და ძალიან მაინტერესებს, აი როგორ არის განსაზღვრული, თუ შეიძლება ამის გარშემო რომ აგვეხსნა და დიდი მადლობა. მადლობა. კეთილი, მეორე კითხვიდან დავიწყებ თქვენის ნებართვით მამაო, ჟამნობაზე იკითხა ქალბატონმა. თქვენ ალბათ გულისხმობთ, იცით რა არის, ლიტურგიკულ ციკლებს სხვადასხვა ციკლი აქვს, შეიძლება იყოს თქვათ კვირის 7 დეულის 24 საათიანი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ კონკრეტულად კითხულობთ ღამისთევის მსახურების შესახებ. ეხლა რატო ღამისთევის რატო ვთქვი? რასაც ჩვენ ვატარებთ შაბათს, საღამოს, მწუხრს, ცისკარს და პირველ ჟამს და შემდეგ დილით ლიტურგიაზე მესამე ჟამს, მეექვსე ჟამს და შემდეგ ებმის მას ან იოანე ოქროპირის ან თქვათ მარხვის დღეებში, დიდ მარხვას გულისხმობ, ბასილი დიდი საღვთო ლიტურგიები, ეს არის იდეაში ერთი ციკლის მსახურება. ანუ კვირის ღამის თევის ციკლი მსახურება, მაგრამ მაშინ რატომ არ არის ყოველ შაბათ კვირას ღამის თევა, ხო? იცით როგორ არის ძვირფასო მაყურებელო, წესი და კანონით არის.
წესი და კანონით არის, იმიტომ რომ წუხრი, ცისკარი და ჟამნები რო გადავაბათ და თან გალობით რო შესრულდეს განსაკუთრებით ცისკრის სამსაგალობელი, ანუ აი რაც იკითხება პარაკლიტონიდან და თქვა ძლისპირები იგალობონ და დამერწმუნებ, მთელი ღამე გაგრძელდება, რეალურად მთელი ღამე გაგრძელდება და აი როდესაც მღვდელი ცისკარზე იტყვის დიდება შენ და რომელმან მოგფინე ნათელი, მართლაც განთიადი იქნება და მართლაც პირველი მზის სხივების ამოსვლა იქნება, მაგრამ აი მოდით ვკითხოთ ახლა ჩვენ თავს, რამდენად შესაძლებელია არასამონასტრო, ხას უსმებ, არასამონასტრო პრაქტიკაში, ანუ აი ერულ სამრევლოებში, ერის სამრევლოებში ადამიანს მოთხოვრო ყოველ შაბათს ტაძარში მობრძანდეს ღამის 11-ზე თუ 12 საათზე და დილის 8 საათზე წავიდეს სახლში. ალბათ ამეთანხმებით რომ ფიზიკურად ეს ძალიან ბევრისთვის ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს ასაკოვანი ხალხი დადის ტაძარში, ზოგი ჩვილი ბავშვებით მოდის რომ პატარები აზიარონ და ასე და ასე შემდეგ. ამიტომ უკვე მრავალი წელია არა მარტო ჩვენმა ქართულმა ადგილობრივმა ეკლესიამ, არამედ სხვა ადგილობრივი ეკლესიებიც კიდევ ვიმეორებ თუ არ არის სამონასტრო პრაქტიკა. ანუ თუ ეს არ ხდება რომელიმე მონასტერში. ეს სადღეღამისო მსახურება გაიყო ორ ნაწილად. წუხრის ლოცვა, ცისკრის ლოცვა და ეგრეთ წოდებული პირველი ჟამს ვასრულებთ ხოლმე საღამოს, ხოლო დილით ლიტურგიის წინ იკითხება მესამე და მეექვსე ჟამნები, რასაც ებმის საღვთო ლიტურგია. ანუ თქვენი კითხვაზე პასუხი ვფიქრობ ეს არის ერთიანი ციკლი, ღამის თევის მსახურების ციკლი, რომელიც შედგება მწუხრისგან, ცისკრისგან, პირველი, მესამე, მეექვსე ჟამნებისგან და საღვთო ლიტურგიისგან, მაგრამ ადამიანული უძღვრებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ერის ადამიანს ნამდვილად გაუჭირდება ყოველ შაბათს ღამე ათენოს, მით უმეტეს თუ გალობით ჩატარდა ხო, მით უმეტეს დილის 8-მდე ვერ გავა ტაძრიდან, ამიტომაც ის გაყოფილია ორ ნაწილად. ხოლო კიდევ ვიკითხა ეს ჟამნების ფსალმუნები, მე მგონი, ხო, ეს მუდმივად ერთ და იგივეა. მეექვსე ჟამნი სამ კონკრეტულ ფსალმუნს და დანარჩენ ლოცვებს შეიცავს, ასევე მე-9 სადილის ჟამნიც, მწუხრის ჟამნიც კონკრეტულ ლოცვებს, რომელიც მოცემულია ლიტურგიკულ წიგნში, რომელსაც ეწოდება ჟამნი. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, თქვათ მედავითნეობით, არის საქართველოს ეკლესიაში თუ არ ვწდები უფასოც არის მე მგონი მედავითნეობის შემსწავლელი კურსები და იქ უფრო კვალიფიციურად და უფრო კარგად გაგაცნობიერებენ ამ საკითხებში და მე პირველი კითხვას ბოლომდე ვერ გავიგე, ანუ არ შეიძლება სულის ცხონებაო, თუ კი ადამიანი ესე ყველაფერს არ გაიღებს, რაღაცა ამდაგარი. ანუ აი საკუთარ ჯანმრთელობაზე რო არ ზრუნავდა და ფიზიკურად ძალიან რო იტვირთებოდა, შრომობდა და ასე შემდეგ, ეს აუცილებელიაო, რო ცხონდეს ადამიანი. მამა პაისისთვის ალბათ აუცილებელი იყო და იმიტომაც არის ის მამა პაისი. და ვისაც იცით როგორ არის, ყველას მოგვეთხოვება, ჩვენ ყველას კი არ მოგვეთხოვება, ღვთის მცნება გვაქვს მოცემული, რომ ყველანი უნდა გავხდეთ წმინდანები. რეალურად ეს არის ღვთის მცნება. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი ცხონდა და ცათასასუფეველში შევიდა, ის წმინდანია, ცოდვილი ადამიანი ცათასასუფეველში ვერ შევა. ანუ ჩვენი ყველას დავალებაა, რომ წმინდანები ვიყოთ, მაგრამ მაგრამ ამას ალბათ ყველა აკეთებს ძალისამებრ მისისა, ხო? ზოგი გრიგოლ ხანძთელია, ზოგი მამა პაისია, ზოგი შიომღვიმელია და ზოგი უბრალო ბრიგითი მორწმუნეა. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, სახიერი რას ნიშნავს ქრისტიანული ღრმა გაგებითო? სახიერი არის ვფიქრობ, ნახეთ მოდით ისევ სახარებას დავესესხები. ერთხელ ადამიანი მიდის მაცხოვართან და ეუნება მას ესეთ სიტყვას. მოძღვარო სახიერო და შემდეგ ეკითხება გარკვეულ რჩევას. მაცხოვარი კი პასუხებს, რატომ იწოდებ მე სახიერს და ამას იმიტომ ეუნება მაცხოვარი ამ კაცს რო ის მას ლიტონ კაცად აღიქვამს და არანერ ძეღვთისად არ აღიქვამს, იმიტომ პირდაპირ წერია გამოსცდიდა და ეტყოდაო. რატომ იწოდებს სახიერს? არავინ არის სახიერი ღმერთის გარდა. ანუ მარტივად რომ გავცეთ პასუხი თქვენს ტელემაყურებელს, სახიერი არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ეპიტეტი. ღვთის ბუნების და მისი თვისებების შემამკობელი და რამდენადაც ჩვენს ადამიანურ ენაზე შეიძლება იქნას გადმოცემული მისი სიწმინდე, ერთ-ერთი ტერმინი, რაც გამოხატავს ღვთის თვისებას. დიახ, მხოლოდ ის ბრძანდება სახიერი. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ვანოკ წერს, აზარტულ თამაშებში მოგებული თანხით სარგებლობა ცოდვაო, ანუ
როდესაც ადამიანი არ არის დამოკიდებული და მცირე თანხაზე თამაშობს. არა, ეხლა უკვე დამოკიდებული ხარ თქო, სანდროს ვეტყოდი, იმიტომ რომ ნახე სანდრო რას ამბობ, არ არის შეიძლება სხვაზე მეკითხებით, არ ვიცი, მაგრამ კონტექსტიდან ესეთი აზრი გამომაქვს. რა მნიშვნელობა აქვს ხა მცირე თანხაზე თამაშობთ თუ დიდ თანხაზე თამაშობთ, ხო? და დამერწმუნეთ ეს არის მოლიპული სახიფათო გზა, რომელსაც დაუღუპია არაერთი ახალგაზრდა ღმერთმა დაგიფაროთ და ახალგაზრდა კი არა, კაი შუახნის ადამიანიც და ოჯახიანიც და შვილიშვილები რო ყავს ისეთი შემდგარი და ადამიანები სამსახურიანის და უსამსახუროს და სხვადასხვა. ასე რომ მე გირჩევთ რომ საერთოდ არ გაეკაროთ. ბევრი ადამიანისგან მსმენია, ვინც ამ სცენით ლუდომანია ქვია ამას, დაავადება, ჩვეულებრივი დაავადება. იყვნენ შეპყრობილები და ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად რაღაცნაირად დააღწიეს თავი ამ სცენს. უთქვამთ, რომ აი შეიძლება ნარკომანიაზე უფრო ძნელი დასაძლევი სნეულება იყოს ლუდომანია. ასე რომ ბრძანებთ თქვენ რომ აი მცირე თანხაზე და მცირეთი იწყება რა. ყველა იწყებს მცირეთი, ისევე როგორც ნარკოტიკის შემთხვევაში არავინ არ იწყებს მძიმე ნარკოტიკით და ყველა იწყებს რაღაცა მსუბუქით და შემდეგ ართულებენ და ბოლოს იღუპავენ თავს, ასევე არის ლუდომანიაში. ასე რომ რახან გვეკითხებით, ღმერთმა გაშოროთ და შორს დაიჭირეთ თავი ნებისმიერი ტიპის ეს ონლაინ იქნება თუ მისვლით იქნება თუ როგორ იქნება აზარტული თამაშისგან. კეთილი, ზაღური გწევს ესეთ კითხვას, როდესაც ოჯახში მშობლები არიან მუსულმანები, ხოლო შვილები ქრისტიანები. მშობლები შვილებს რწმენაში არ ეწინააღმდეგებიან, პირიქით ულოცავენ ქრისტეს აღდგომას და პატივსცემენ მათ სარწმუნოებას. თუ ამ ოჯახში ერთ-ერთი შვილი ღრმად მორწმუნეა, ცხოვრობს ქრისტიანული წესებით, მუდმივად ლოცულობს და ასე შემდეგ. შესაძლებელია თუ არა რომ უფალმა შეისმინოს მისი ლოცვები მშობლებისათვის და თუ ეს ადამიანი ღირსეული იქნება სასუფეველისა, შეიძლება თუ არა რომ მისი ლოცვების ძალით მშობლების სულებზეც გავრცელდეს უფლის მოწყალება და ისინიც მოხვდნენ სასუფეველში. პირველ რიგში ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მშობლებთან ერთად და მისი მშობლები არიან სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, კონკრეტულად მუსლიმებიო, ხო? და თვითონ არის მართლმორწმუნე ქრისტიანი, მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანი არის მოციქული საკუთარივე ოჯახში. თავისივე ოჯახში არის მოციქული. ის რომ თქვენი მშობლებისთვის ლოცულობთ, მე პირადად მჯერა რომ ღმერთი თქვენს ლოცვას შეისმენს და რაღაცნაირად თქვენ მშობლებს დაეხმარება და მოიყვანს მათ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. მაგრამ აი თქვენ ადგილას ვთქვათ, ვფიქრობ რომ გაცილებით არა, მაგრამ ლოცვასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირადი მაგალითის მიცემა. ნახეთ მაცხოვარი რას ამბობს, ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ძესათასა. აი ბევრჯერ არ გსმენიათ, რომ განსაკუთრებით აი 10 წლის წინ, 15 წლის წინ, როდესაც ხალხის ცოტა უფრო ადრე კიდე ახალი ტალღა მოვიდა ეკლესიაში, ვინც არ იყო ეკლესიური და დაინახავდა, რომ ეკლესიური ადამიანი ცოდავს, ამ თქვა ბილწიტყვაობს ან რაღაცას აშავებს, მაშინ უეთყოდა, რომ აი ამისთანას რა უნდა ეკლესიაში, ეს როგორ უნდა იყოს ეკლესიაში და გული უცრუდებოდა. შეიძლება აღარც მოსულიყო, ანუ ცუდ მაგალითს რო დაინახავდა ეკლესიური ადამიანისგან, იმას რომელიც ჯერ არ იყო რწმენაში, საერთოდ სურვილი შეიძლება გაქრომოდა, რომ ტაძარში მოსულიყო. აი სწორედ ამიტომ გვეუბნება უფალი, რომ შენი ნათელი ისე ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რომ შე რო დაგინახავს ადამიანი, როგორი ღვთისმიერი ხარ, როგორი მოწყალე ხარ, როგორ ცდილობ ღვთისათნო ცხოვრებას, შენი შემხედვარი ადამიანი ამბობდეს დიდება შენ და უფალო. ანუ მე გირჩევთ, რომ თქვენ მშობლებს მისცეთ პირველ რიგში პირადი მაგალითი ლოცვისა, მარხვისა, ღვთისათნო ცხოვრებისა, მოწყალებისა და ასე შემდეგ და ასევე მოუკლებლად ილოცოთ მათი ხსნისა და გადარჩენისთვის. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, რატომ არ არსებობს ამაყურებელია? კი ბატონო. ეთერში ხართ გისმენთ? დასვით კითხვა. დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში. ალო. დიახ, ისაუბრეთ. ვისაუბრო ძირფასო? კი, ჩემო კარგი. ხო, 30 წლის წინ ვარ დიდი ნაყვავილარი, ხელმწიფებანი რო თვია სახარებას მიხედვით.
და ვიღავი ზუსტად მაშინ 33 წლის და 4 თვის. ვინმე რომ აი ყველაფერს ფიცავად ვინმე რომ მოდიოდა ვინ ყველა მინახულებდა მოდიოდნენ სასწაულებს ყველაზე ყველაფერს მალაპარაკებდა და ის შავოსნებს და ტივის დავიწყებდი არ შემოუშვათ ეშმაკის ფორმაცია მეთქი თუ სადმე გიწერიათ შეიმოსეთ შავებით 10 საუკუნე სწორად გავლენ მერე გადაუხვევენ ასე მეუბნებოდნენ 10 საუკუნის შემდეგ დაუწყიათ ეს მამაო და რამდენი წლის წინ მონაზონი ვიქნებოდი ყველაფერს მივატოვებდი იმდენი რამე ვიცი და იმდენი რამე მანახა მაგრამ შავებთან არ შემიძლია კონტაქტი და შავის ჩაცმა ეს ამას როგორ ახსნი და როგორ მიპასუხებ რა გეხვეწებით ამაზე. გაიხარეთ. ანუ რატო გვაცვია შავი მუქი ფერის შესამოსელი? ღია ფერის შესამოსლებიც გვაქვს და თქვენ მობძანდით ტაძარში და გპირდებით იმ დღეს ჩავიცვალთ ღია ფერის შესამოსელს, არ იდარდოთ მაგას. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, თუ ყავს ახლობელი, რომელთანაც კონტაქტი ნეგატივს გაძლევს, მისგან თავის შორს დაჭერით, უფალს ვაწყენინებო? წერს მარი. იცით რა არის, ეხლა ისევ და ისევ როდესაც ესეთი კითხვა ჩემი აზრით ყველაზე სწორია ამოვიდეთ ღვთის მცნებიდან. ვაი რას გვასწავლის ღმერთი. სადმე ჩვენ ამოვიკითხავთ წმინდა წერილში, ნუ განსაკუთრებით ახალ აღთქმაში, რომ მაცხოვარი გვავალდებულებდეს ვინმესთან ურთიერთობას. თუ კი ეს ურთიერთობა ტოქსიკურია, რატო უნდა გაგრძელდეს? მაცხოვარი გვავალდებულებს ერთ რამეს. იყავით ისეთივე სრული, როგორც მამა თქვენი ზეციერია სრული. ეს რას ნიშნავს? რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მიტევების უნარი უნდა შეგვეძლოს. არ უნდა ვიყოთ გაბოროტებულები, დაბოღმილები და არაკეთილის მოსურნეები ერთმანეთის მიმართ. თქვათ რაღაცნაირად არ შედგა ეს მეგობრობა. მიუტევე, დალოცე, აკურთხე, მაგრამ შენ არავინ არ გავალდებულებს ტოქსიკური ურთიერთობის გაგრძელებას. არავინ. დიახ. კი ბატონო, მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. უკვე დავსვა? დიახ, დაასვით კითხვა. იქით რა მაინტერესებს, ახლობელი იყო ფერმძიმეთ. გესმით ჩემი? კი, გვესმის კი. ფერმძიმეთ იყო და მე რომ გამოეცხადა, რაღაც გამოცხადება ქონდა და ამ გამოცხადებით ეუბნებდა ახლობელი რომ შენ რომ ბავშვი გაგიჩნდება დაარქვა იოანე. ამას გაუჩნდა ბავშვი და დაარქვა გიორგი და წუხდა როგორ აგვიხსნით ამ სიტუაციას. რა ვიცი, ანუ კითხვა რა შემდგომარეობს. ბავშვი დაარქვეს გიორგი, მონათლეს ალბათ გიორგის სახელით. ნუ ინერვიულებს ახლა, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა გამოცხადება არ შეიძლება იყოს უფალი ღვთისგან. არაერთხელ გვითქვამს და რახან მაინც თქვენი მაყურებელი როგორც ჩანს დაინტერესებული ამგვარი საკითხებით, შევეცდები თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ ახსნა. ხილვა, გამოცხადება და სიზმარი ეს სხვადასხვა რამეებია. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გულისხმობთ სიზმარს. იგივე სიზმარიც შეიძლება იყოს პირველი და ალბათ 99% ასეა ხოლმე ფიზიოლოგიური წარმომავლობის და ამას თავისი ახსნა აქვს, ანუ სიზმარი, რომელიც უბრალოდ არაფერს ნიშნავს. სიზმარია და მორჩა. მეორე, შესაძლებელია იყოს მართლაც ღვთისმშობლებით და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაშიც. და მესამე, შეიძლება იყოს ბოროტი ძალისგან. ესეც შესაძლებელია. ახლა რატომ არის რომ წმინდა ეკლესია ადამიანებს მუდმივად ურჩევს, რომ ნუ გახდებით სიზმარ დამოკიდებულები. იმიტომ რომ შენ არ აგაქვს იმის უნარი და კვალიფიკაცია, რომ გაარჩიო სიზმრის წარმოშობა. და ისე მარტივად შეიძლება შეხვიდე ხაფანგში და მოაკლდე საღი მსჯელობის უნარს, რომ მოსწყდე რეალურ აღქმას მოვლენებისა. ამიტომაც ეკლესია მუდმივად ურჩევს სიფრთხილეს ამგვარ ამეებთან მიმართებით. ახლა თუ კი ადამიანს უბრალოდ დაესმიან, მაგრამ შემდეგ ისურვა და დაარქვა გიორგი, გიორგი წმინდანის სახელია, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ინერვიულოს, თავარია თავისი შვილი აღზარდოს ღვთივსათნო ცხოვრებით და ესე იგი თავისი შვილი იყოს კარგი ქრისტიანი. სახელს არ მოგკითხავენ, მოგკითხავენ როგორი მშობელი იყავი იმას. კი ბატონო.
გოგა გვწერს თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ ქრისტეს შობის რიცხვთან დაკავშირებით, სად მოვიძიო, ან ნახო, ან როგორ მოხდა გამოთვლა და რომელ დღეს უნდა დაწესებულიყო, აი როგორც აღდგომის დღის გამოთვლა ხდება და დადგინებაო. იცით რა არის ამ თემაზე ალბათ შობა არ ყოფილა ჯერო ეს საკითხი არ წამოჭრო და არ დამდგარიყოს. ნახეთ როგორ არის შობის დღესასწაულის აღნიშვნა, საუბარია მაცხოვრის შობაზე, ხო, რასაკვირველია. პირველი 3 საუკუნის მანძილზე არ იყო ეკლესიაში ზოგადი წესი. ადგილობრივი ზოგიერთი ეკლესიები რა თქმა უნდა მათ აღნიშნავდნენ, მაგრამ აი როგორც აღდგომას ყველაზე იმობდა ესეთი შობის დღესასწაულის აღნიშვნის წესი პირველი 3 საუკუნის განმავლობაში არ არსებობდა. პირველი ჩანაწერი შობის აღნიშვნის, შობის დღესასწაულის შესახებ აღნიშვნის შესახებ ხდება გაგიკვირდებათ და დასავლურ რომაულ კალენდარში. დასავლეთის ეკლესიაში ხდება პირველი პრეცედენტი, კერძოდ რომის ეკლესიაში, ანუ რადგან მის კალენდარში გაჩნდა ჩანაწერი შობის შესახებ აღნიშვნის და შემდგომ აღმოსავლეთის ეკლესიაც ამას აწესებს როგორც საყოველთაო დღესასწაულს და შემდგომ უკვე მრავალი საუკუნეა ყველანი აღნიშნავთ. ალბათ ლოგიკურია დავსვათ კითხვა რატომ. ნახეთ როგორა წინა მაყურებელმა თუ მსმენელმა უფრო მაყურებელმა ხო დასვა ლიტურგიკული ხასიათის შეკითხვა. აი მთელი წელი ლიტურგიკული წელიწადი რო ავიღოთ, ამას ეწოდება ლიტურგიის ენაზე საპასექო წელიწადი. ეს რას ნიშნავს? რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში ცენტრი წელიწადისა არის არა ახალი წელი, გაგიკვირდება და არა შობაც, არამედ წინვალი აღდგომა იესო ქრისტეს. აი აღდგომის გარშემოა აგებული მთელი საპასექო წელიწადი. პერიოდებად არის დაყოფილი. აღდგომიდან ვიდრე სულთმოფენობამდე, სულთმოფენობიდან ვიდრე ყოველთა წმინდათა კვირამდე, ყოველთა წმინდათა კვირიდან ვიდრე მარხვის მოსამზადებელ პერიოდამდე, მარხვის მოსამზადებელი პერიოდიდან დიდ მარხვამდე, დიდი მარხვა და შემდეგ აღდგომა, ხო? ნებიშვიდეული დაღვა. ანუ ქრისტიანული ეს რატო ახსენე ლიტურგიკა, რომ ქრისტიანული ლიტურგიკა ყოველთვის ასახავდა ქრისტიანულ ცნობიერებას. და ქრისტიანული ცნობიერების ეპიცენტრი, ცენტრი, რის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი, ყოველთვის იყო და არის და იქნება წინვალი აღდგომა იესო ქრისტეს. რაც შეეხება უფლის ხორცელად შობას. ზოგადად ძველად იყო ასე ტრადიცია და ალბათ შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ საყოველთაოდ არ აღნიშნავდა, შეიძლება ვცდები, მაგრამ ესეთი ვარაუდიც არსებობს. რადგან ებრაელ ერში იმ დროისთვის არ იყო დიდად ტრადიცია დაბადების დღის აღნიშვნისა. ამასაც თავისი მოტივაცია ჰქონდა. ჩვენ თუ ძველ აღთქმას ყურადღებით წავიკითხავთ, იქ გავიგებთ, რომ თვით ძველი აღთქმის მამამთავრებმაც იცოდნენ, რომ ისინი გარდაცვალების შემდეგ მოხვდებოდნენ ჯოჯოხეთში, შეოლში, უბრალოდ. ნუ ებრაული გაგებით შეოლი, ჩვენი გაგებით ჯოჯოხეთი, ბერძნული გაგებით ჰადესი, ხო? ყველა ძველი აღთქმის, არაერთი ძველი აღთქმის მამამთავარი ამბობს ასეთ სიტყვას, შეიძლება კონტექსტი ზუსტად არ ნუ ჩაუშვებ ჩემს სულს შეოლში ისე, რომ თქვათ ეს არ შემისრულო რაღაცა. ეს იგი იმ კაცმა იცოდა, რომ შეოლში მიდიოდა, რომ ის სასუფეველში ვერ მიდიოდა. იმიტომ რომ ჯერ მესია არ იყო მოსული. მაცხვარი არ იყო მოვლინებული ამ ქვეყნად. ახლა დავსვათ კითხვა. მე თუ დაბადებისთანავე ვიცი რომ განწირული ვარ ჯოჯოხეთისთვის. რა მიხარია, რატო უნდა აღნიშნო ეს ჩემი დაბადება? იმიტომ გავჩინე რომ ჯოჯოხეთში უნდა მოვხვდე, ხო? მაშინ რამაზე იმებს. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, ბევრი ვარაუდობს ამას და მეც ვფიქრობ, რომ არის ლოგიკური არის ყოველ შემთხვევაში, რომ აი ეს პერიოდი ებრაულ საზოგადოებაში არ იყო მიღებული დაბადების დღეების აღნიშვნა და მოციქულები ებრაელი ხალხი იყვნენ, ხო? და ის ტრადიციები მათ გასისხორცებული ჰქონდათ როგორც ებრაელ ადამიანებს და შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მესამე საუკუნემდე მაცხოვრის შობის ასე ვთქვათ, ესეთი საყოველთაო აღნიშვნა ეკლესიაში არ ხდებოდა, ხოლო როდესაც
დაწესდა ღვთისმშობლის ხარებიდან იქნა გამოთვლილი თარიღი 25 მარტიდან ვიდრე 25 დეკემბრამდე და დაწესდა 25 დეკემბერი. სხვა მოსაზრებებიც არსებობს 25 დეკემბერთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ხო, ეს რომაული სატურალიების გადაფარვის თემა, იმიტომ რომ აი ქრისტიანობამ რაკნა იცით, ძალიან გონივრულად მოიქცენ იმ დროინდელი მამები, რომ თუ კი რაიმე წარმართული დღესასწაული არსებობდა, მისი აკრძალვა კი არ ხდებოდა, არამედ მისი გაქრისტიანება ხდებოდა, ქრისტიანული სულისკვეთება შეჰქონდათ. თუმცა მე ამ მოსაზრებას დიდად პირადად არ ვეთანხმები, უფრო მგონია რომ ეკლესიამ ეს დააწესა, არაერთი ადამიანი იზიარებს ამ მოსაზრებას, ღვთისმშობლის ხარებიდან გამომდინარე. ანუ 25 დეკემბერი შეუსაბამა 25 თარიღს. ძველ სტილზეც იკითხა თუ? არა, იკითხა, აი რას გვეკითხება, იცით, იგივე ადამიანი, მე ამერიკაში ვცხოვრობ და ეხლა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიო დღეს 25 დეკემბერს არისო საშობაო წირო და ხომ არის შესაძლებელი იქ დავესწრო და ვეზიარო, რა თქმა უნდა. ხო, რა ვიცი, ხა იცით რა, თუ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია, მაშინ ალბათ 7-ში მივა. ხო. იმიტომ რომ ხა ჩვენ მართლმადიდებელი მეუფე საბადა თუ იმის სამწყსელშია, მაშინ 7-ში აღნიშნავენ ძველის. ზოგადად ეს ამის გამო ძველი და ახალი სტილის გამო ყოველ შობას არის რაღაცა დაპირისპირება, გინდა Facebook-ში, გინდა ესე და მე ვფიქრობ რომ არ ღირს ეს თემა ამდენ საკამათოდ რა. თუმცა ორივე მხარეს გააჩნიათ თავისი არგუმენტები იულიუსის კალენდრის მომხრეებსაც და ახალი შესწორებული კალენდრის მომხრეებსაც სამყაროდ მყარი არგუმენტები, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არც ერთი არგუმენტი არ ღირს იმათ რომ დავჭამოთ ერთმანეთი ამ საშობაოდ რა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ესეთი კითხვა არის შობის ხატზე რატომ არიან გამოსახული მოგვები, რომლებიც თაყვანს სცემენ ქრისტეს ბაგაში მწოლი არესო, როდესაცო მათ ეს სახარებაში წერია, რომ სახლში მივიდნენ ისინი და იქ მოხდაო თაყვანისცემაც და საჩუქრების მირთმევაც. ნახეთ როგორ არის მაცხოვარი იშვა ბეთლემში, ხო? აქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქმა შეიძლება და მოდით ვთქვათ. ბეთლემი, იგივე ბეთლეხემ ქართულად ნიშნავს პურის სახლს. მაცხოვარი ბრძანებს, მე ვარ პური, რომელიც ზეციდან გარდამოვხეთ. ნახეთ როგორი არ არის ეს სიმბოლური დამთხოვა, როგორი საოცრებაა, რომ ზეციდან გარდამომავალი პური იშვება არა სხვაგან, არამედ პურის სახლში, ანუ ბეთლეხემში. ვინ იყვნენ ის მწყემსები? ესე ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ შეაფარეს თავი? ძალიან საინტერესო რაღაცაა. ალბათ იცის თქვენ მამაყურებელმა, ნუ ყოველ შემთხვევაში დიდმა ნაწილმა, რომ ძველი აღთქმის ტაძარში ყოველთვის შეიწირებოდა სისხლიანი მსხვერპლი. ნუ სისხლო მსხვერპლშეწირვაც იყო, ნუ თაფლის სხვადასხვა იმების სახით, მაგრამ ძირითადი მსხვერპლშეწირვის სახე იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვა. ავიღოთ თქვათ კრავი, რომელიც ადამიანს საკმაოდ შორი მანძილიდან უნდა წამოეყვანა, მieყვანა იერუსალიმის ტაძარში, ჩაებარებინა მღვდლებისთვის და ისინი აღსავლენ მსხვერპლად შეწირავდნენ ამ კრავს. და სწორედ ეს განტევების კრავი, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ნუ მაინც კრავთან არის კავშირში. არის წინასახე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს. და გზაში თუ აი ამ ცხოველს რაიმე დაუზიანდებოდა, ამ ფეხი მოტყდებოდა, რაღაც შემდეგ მისი მსხვერპლად შეწირვა აღარ შეიძლებოდა, ფიზიკურად აღარ შეიძლებოდა. ამიტომაც ძველი აღთქმის ეკლესიამ ესეთ გამოსავალს მიაგნო, რომ ლევიტელები, ახალგაზრდა ლევიტელები, ანუ მომავალი მღვდლები, თავადვე ზრდიდნენ ტაძარში შესაწირ ცხვრებს. და ეს ცხვრები იზრდებოდა სწორედ ბეთლეხემის სანახებში. ანუ ნახეთ აქაც როგორი სიმბოლოა, რომ მაცხოვარი იბადება იქ, სადაც იზრდებიან უფლისთვის დასაკლავი კრავები. და ჭეშმარიტი კრავი არის სწორედ უფალი იესო ქრისტე. და სწორედ ბაგაში შეაფარა მაცხოვარმა თავი, აი ამ წყემსების ბაგაში, ბაგაზე მიწოლის ნახავ თუ სადაც მას ეწვნიან კიდეც ხსენებული მოგვები აღმოსავლეთიდან. დიახ. მელქიორი, ბალთაზარი და ელიასარი. დიახ. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, ესეთი კითხვა არის, ესე იგი მზაური ვწესო, ყოველთვის მაინტერესებდაო, რატომ არ არსებობს
იოანე ნათლისმცემლის მარხვაო. თუ პეტრე პავლობის მარხვა არსებობს, რატომ არ არის დაწესებული მარხვა ისეთი დიდი მოღვაწის პატივსაცემად, როგორც იოანე ნათლისმცემელია? ხო, ეს კითხვა არის. იცით რა არის კონკრეტული პასუხი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. გასაგებია ხო, რომ 4 ძირითადი მარხვა არსებობს საქრისტიანოში, აღდგომის უძველესი და უპირველესი მარხვა, შემდეგ შობის მარხვა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მოციქულების. და ვის მიერ არისო ეს მარხვები დაწესებულიო კიდე? როგორ ზოგადად თვითონ იცით რა, ჩვენ რო თითოეული მარხვის დაწესების ისტორიას ჩავყვეთ, მამაო, დამეთანხმეთ, რომ აი ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ თითოეული მარხვა ესე არ ყოფილა, რომ ვიღაცამ გააცკაპუნა და დაწესდა. ამას თითოეულ მარხვის შემოღებას და საერთო კანონიკურ წესად ქცევას აქვს მთელი ისტორია. ძირითადი აი ზოგადი პასუხი რომ გაგცეთ, აი ძალიან ზოგადი პასუხი. ოღონდ მივაკუთვნებთ ამ პასუხს, რომელიმე ახლა შობის მარხვას ფილიპეს მარხვასაც ეძახდნენ, ხო? ამას კიდე ცალკე ისტორია აქვს. მარიამის მარხვას კიდე ცალკე ისტორია აქვს და პეტრე პავლობასაც. მაგრამ ერთადერთი და უძველესი მარხვა, ეს არის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომასთან დაკავშირებული მარხვა და 4 შაბათი პარასკევის მარხვა. დანარჩენი მარხვები თანდათანობით შემოვიდა ზოგად საეკლესიო სივრცეში ძირითადად სამონასტრო პრაქტიკებიდან, მაგრამ თითოეულ მათგანს ხომ გეუბნებით ცალკე ისტორია აქვს. ასე რომ ეს ძალიან ვრცელი პასუხი იქნება და მოდი ესე შემოვიფარგლოთ. სამონასტრო სივრცეებიდან ძირითადად გადმოვიდა საერო სივრცეებში აღნიშნული მარხვები. კეთილი, თუ შეიძლება გვესაუბრეთ აღსარების სწორად ჩაბარებაზე, ანუ მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლაზე რომ არ დაიყვანებოდეს და სრულყოფილად როგორ უნდა ითქვას აღსარება შეძლების და გვარად და ცოდვის ფესვებზე რომ უნდა გამახულდეს ყურადღება და ასე უნდა ითქვას აღსარება. იცით რა არის? აღსარება ძვირფასო მაყურებელო არის უშუალოდ აღსარების აქტი, ხო? აი ჩაბარება მოძღვრისადმი არის გვირგვინი არანაკლებ მნიშვნელოვანი სულიერი პროცესისა, რომელსაც ქვია სინანული. მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი და სულისათვის სასარგებლო იქნება, თუ ჩვენ კონცენტრირდებით სინანულზე, იმიტომ რომ აღსარება მაინც შედეგია სინანულისა. თუ მე გულწრფელად ხედავ და ვაფასებ ჩემ დაზიანებულ ცოდვით დაცემულ მდგომარეობას და გულწრფელად განვიცდი ამას, ყოველგვარი ფორმალობების გარეშე შემდეგ აღსარება იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. აი ნახეთ, თუ კი მე აღსარების გამოსწორებით ვიწყებ აღსარების ჩაბარებას, იმ შედეგს ვერ მივიღებ, რაც მინდა. კიდე გიმეორებთ, აღსარება გვირგვინია სინანულის. ანუ მე უნდა მქონდეს სწორი სინანული, რომ შემდეგ სწორ აღსარებამდე მივიდე. აი ეს იქნება, ეს არის ვფიქრობ პასუხი. კეთილი გოგაგვწერს, მაინტერესებს საიდუმლო სერობის ხაძე რატომა იუდა სხვა ადგილას, როცა ახლოს იჯდა ინახითო და რატომა სახარებაში სხვაგვარად და ხატწერაში სხვაგვარად. იმიტომ ძვირფასო რომ იკონოგრაფია ისეთი რამეა, რომ მისი იკონოგრაფიის მიზანი არასოდეს არ ყოფილა, რომ ერთი ერთში გადმოეტანა ფოტოგრაფიული სიზუსტით ისტორიულად მომხდარი ფაქტი, ხო? თავის სათქმელი უნდა. თავის სათქმელი უნდა თქოს. იკონოგრაფიის მიზანია, აი ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა, რომ ხატი არის სარკმელი ზეცაში. ამ შემთხვევაში მე თუ იკონოგრაფი ვარ, ჩემი ამოცანა არ არის, რომ ისტორიული სიზუსტით ავსახო. თქვენ სწორად თქვით, ჯერ ეს ერთიც ხატწერაზე ძალიან ბევრ ხატზე საიდუმლო სერობისას ყველანი სხედან და ესე არ ყოფილა. იქ არაფერი შუაში მაგიდა და სკამებზე არ იჯდნენ მაცხოვარი და თორ ინახით იჯდნენ და გოგა თქვენ ეს აღნიშნეთ მართებულად ინახით ჯდომ არას ნიშნავს. ნახევრად ეხლა ვერ განვასახიერებთ, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში. ეს იყო უძველესი ებრაული ტრადიცია, როგორც აღესრულებოდა პასექი. ანუ ერთი ინახით მჯდომარე, როგორ თქვა, თავით ნახევარი აი მხრით ეყდნობოდა მეორეს, მეორე მესამეს, აი ერთგვარად ერთმანეთზე მიყდნობილი პოზიცია იყო, მაგრამ არანაირად არ ისხდნენ. ახლა ცნობილი საიდუმლო სერობის ხატი რო წარმოიდგინოთ, იგი სკამებზე სხედან და წინ მაგიდა გაშვილი. ესე არ ყოფილა. თქვენ როგორც აღნიშნეთ, ინახით იჯდნენ და იუდა დიახ ყველაზე ახლოს იჯდა მაცხოვართან. იქიდან იოანე ნათლისმცემელი, მაპატიეთ, იოანე ღვთისმეტყველი და აქედან იუდა გამცემელი ისკარიოტელი. მაგრამ რადგან
ხატწერის მიზანი არ არის, კიდე გიმეორებთ, ისტორიული რეალობის ზუსტი ფოტოგრაფიული ასახვა, არამედ მას სხვა მიზნები აქვს, ამიტომაც ხატწერაში ასახული სიუჟეტი ხშირად შეიძლება განსხვავდებოდეს ისტორიული სინამდვილისგან. კი ბატონო. ესეთი კითხვა დავითი გწერს. ადამიანი, რომელიც სტიქაროსნად იკურთხება ხელდასხმით, ხომ არის იგი ვალდებული მთელი ცხოვრება ემსახუროს სტიქარს და ტაძარს? ეხლა პირველი რომ ადამიანი სტიქაროსნად არ იკურთხება ხელდასხმით, ძვირფასო საბა, არამედ ხელდასხმით იკურთხება დიაკონი და მღვდელმთავარი. მაგრამ შეიძლება საბა რას გულისხმობს თქვენი მაყურებელი, რომ იდეაში დღეს რასაც ქვია სტიქაროსანი, მათ მოვალეობას ასრულებდა იპოდიაკონი. მასაც კვართი აცვია, სტიქარი აცვია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ზემოდან უკეთია ჯვრის სახით გინგილა. აი ის კი ნამდვილად იკურთხება, ოღონდ არა ხელდასხმით, არამედ ხელდადებით, რომელთაც არა ქიროტონი, არამედ ქიროტესი ეწოდება. შესაბამისად, თუ ჩვენ საუბრობთ დღევანდელ არსებულ სტიქაროსნობაზე, დღეს რო ადამიანის სტიქარს ისმის არა ხელდასხმით, არამედ ლოცვა კურთხევით. ეს სხვა რამე შეიძლება მას აუცილებლად სტიქარზე ნაკურთხი წყალი ესხუროს, მოძღვარმა შეიძლება შენდობის ლოცვად წაუკითხოს, დალოცოს იგი, უსუროს კეთილი სურვილები, მაგრამ ეს არის კურთხევის მიცემა და არა ხელდასხმა. კი ბატონო. თუ არის შესაძლებელი, რომ მეფეთა შორის ერეკლე მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხიც დადგესო? ვიცი, ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მე ყოველ შემთხვევაში არ მსმენია, რომ ესეთი საუბარი ყოფილი. შესაძლებელი არის ესეთი საუბარი, მაგრამ მე პირადად არ მსმენია. კი ბატონო, თუ შეიძლება გვესაუბრეთ სიძვის უნებასთან ბრძოლაზე, ამ ცოდვასთან ბრძოლა იმასაც გულისხმობს, რომ საერთოდ მანდილოსნების ცქერას მოერიდოს, თუ შეიძლება არსებობდეს ხო, მოკლედ ამ ცოდვის შესახებ, რომ ის ცოტა გრძელი კითხვაა და აღარ ხო, მოკლედ რომ უპასუხოთ, ნებისმიერი ცოდვის წამალი არის სიწმინდე. ნებისმიერი ცოდვის, განსაკუთრებით ესეთი მძიმე მდგომარეობის, რომლის წინაშეც ბრძოლა შეიძლება ადამიანს მრავალი წელი მოუწიოს. სწორედ ამიტომ ასწავლის პავლე მოციქული, რომ უმჯობესია ყველა ქრისტიანი, ვისაც არ ძალუც რო იტვირთოს ქალწულება, იყოს დაოჯახებული თავის საყვარელ ადამიანთან ერთად ერთობაში. კი ბატონო. წინა დაცვეთასო რა მნიშვნელობა ჰქონდა ძველ აღთქმაშიო? რა დატვირთვა ჰქონდა? სიმბოლური და პრაქტიკული. პრაქტიკულიზე აღარ გავჩერდებით, სიმბოლური იყო ის, რომ ეს იყო სიმბოლო ღვთისმცნება, რომელიც აბრაამმა მიიღო ღვთისგან, რომ ღვთის რჩეულერს, ანუ მის შთამომავლობას ყველას ეს წესი უნდა აღესრულებინა და ეს იყო ნიშანი ღვთის რჩეულობისა, რომ ეს ერი არ არის აღრეული იმდროინდელ წარმართულ საზოგადოებასთან. შესაბამისად, ებრაელი საზოგადოების წევრი არც წარმართს მოიყვანდა ცოლად, არც წარმართზე გათხოვდებოდა. რა თქმა უნდა, ესეთი დარღვევითი პრეცედენტები იყო, რასაც საზოგადოებიდან ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემოდა ხოლმე. აი ამ შეურევლობის, აი ამ ღვთის რჩეულობის, აი ამ სიწმინდის შენარჩუნების სიმბოლო იყო წინა დაცვეთის წესი. კეთილი, ესეთი კითხვა. მაინტერესებს, თუ აღსარების და ზიარების შემდგომ მაინც ვერ უთავისუფლდები მძიმე ცოდვებისგანო. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეო? იცით რა არის? ხა თუ კი მძიმე ცოდვაში ხარ და მომაკვდინებელ ცოდვას ჩადიხართ, ნამდვილად არ მინდა ხა ეს ვინმე სუსურო, მაგრამ თავად ამბობს ხო ადამიანი, ასეთ შემთხვევაში მომაკვდინებელი ცოდვით შეკრული ადამიანი თვითნებურად არც უნდა მიახლოს ზიარებას, ხო, აუცილებლად მართებს, რომ აღსარება უთხრას თავის მოძღვარს და გულწრფელი სინანულის შემთხვევაში მოძღვარი მისცემს მას კურთხევას და რეკომენდაციას, რომ მიახლოს წმინდა ბარძიმს და მიიღოს. რაც შეეხება ზოგადად ცოდვათა განწმინდას, ეს მთელი ცხოვრების პროცესია, ეს მუდმივი პროცესია და ყოველ დღე ცდილობს ადამიანი რომ გამოსწორდეს, ყოველ წამს ცდილობს, ესე არ არის რომ რაღაცა წამიერი, რაღაცა ჯადოქრული აქტით უცბად ადამიანი
წმინდანად გადაიქცეს. ესე რა თქმა უნდა არ არის. ამას ჭირდება ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალიან დიდი მონდომება და რაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, არ მინდა არავის ესე იგი იმედი გაუცრო, მაინც არ გამოუვა, იმიტომ რომ თუ არ არის ღვთის ნება და ღვთის მოწყალება, ეს არის კაცისთვის შეუძლებელი, რომ მისცხოვდეს. მაცხოვარს ეკითხი, მაცხოვეროც დაახლოებით მე პერიფრას ვახდე, რა თქმა უნდა, დაახლოებით ამგვარ ამას ამბობს, გაოგნებული მოციქულები ეკითხება, აბა ვიღა შეუულია რომ ცხონდესო, ხო? თუ ეს მაცხოვარი ამაზე პასუხობს, რომ კაცისთვის შეუძლებელი არის ღმერთისთვის შესაძლებელი. და ეს სწორედ ჩვენი სულის გადარჩენას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ჩვენი მონდომებაც არის საჭირო და პირველ რიგში უფლის განუსაზღვრელი მოწყალება და მისი ნება და მისი სურვილი, რომ ჩვენ გადავრჩეთ და ვიყოთ მასთან ერთად. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. ისმით ეთერში ხართ. მოგესალმებით. მაინტერესებს რა არსებითი განსხვავება არის საეკლესიო წესჩვეულებებს შორის კათოლიკურ, პროტესტანტულ და მართლმადიდებელ მიმდინარეობებს შორის. მადლობა. მადლობა მაყურებელს საინტერესო შეკითხვისთვის. თუ არ ვცდები, მხოლოდ გარეგნულ წესჩვეულებებზე ვკითხა რა. იმიტომ რომ არსებით სახესხვაობებზე რო ვისაუბროთ, ძვირფას მაყურებელო, ესე ძალიან შორს წაგვიყვანს. აი, ძალიან, ამიტომ მე შევეცდები, რომ რაღაცნაირად ზედაპირულად და მომიტევით ამისათვის, თუ ჩემი პასუხი არ მოგეჩვენება დამაკმაყოფილებლად. მოდი ჯერ მოკლე ასე ვთქვათ ისტორიას გადავავლოთ თვალი, ხო, რომ მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე. წამში ვკითხულობთ, ხო? რომელ წამში, რომელიც ნიკეის კრებაზე და შემდეგ კონსტანტინოპოლის კრებაზე დასრულდა 325 წელს და 391 წლებში სარწმუნოების სიმბოლოს. მრწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. თითოეულ სიტყვას თავისი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. აქედან გამომდინარე ეკლესია იყო ერთიანი. შემდეგ მოხდა ეგრეთ წოდებული დიდი სქიზმა. საბოლოოდ გაფორმდა ეს 1054 წელს, როდესაც რომის საყდარი, რომის მღვდელმთავარი, ანუ როგორც მას უწოდებენ, რომის პაპი და აღმოსავლეთის დანარჩენ ეკლესიებს შორის მოხდა განხეთქილება, გაყოფა. ამის შემდეგ იწყება ცალკე ვითარდება რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორია, ცალკე მართლმადიდებელი ჩვენი ეკლესიის ისტორია. მცირე ხნის შემდეგ მე არ მიყვარს ამას საუბარი, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია და მოცემულობა. როდესაც რომის ეკლესიაში გაჩნდა ისეთი სიმახინჯე, რასაც ქვია ინდულგენციები, ინდულგენცია რა იყო? ხო გახსოვთ ძვირფასო მაყურებელო, რომ თანხას გადაიხდიდი და ფურცელს აიღებდი, რომ ეს მარტივად რო თქვა. ცოდვები გეპატია, დეპოზიტზე შეგეძლო დაგედო. აი ამაზე რეაქცია და პაპის აბსოლუტიზმზე იყო რეაქცია იმისა, რომ გაჩნდა პროტესტანტიზმი. ანუ ნახეთ როგორ ხდება, ერთიან ეკლესიას გამოეყოფა რომის საყდარი, შემდეგ რომის საყდრის წიაღშივე ხდება პროტესტანტული მოძრაობის აღმოცენება. ესეც ორი ხაზით იყო. ანუ პროტესტანტიზმი კიდე თავის მხრივ იმდენი მიმდინარეობა ყველა გულწრფელად გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი. ამიტომ ძალიან ზოგადად ვიტყვი, ხო? შემდეგ ჩდება დიდი გაერთიანებული სამეფოს ინგლისის ეგრეთ წოდებული ანგლიკანური ეკლესია. იქ საერთოდ სხვა мотиваცია იყო რომიდან გამოყოფის. იქ იყო мотиваცია ის, რომ მეფეს უნდა მოეყვანა მეორე ცოლი, რაზეც რომის პაპი არ აძლევდა კურთხევას, იმიტომ რომ ჩვენგან განსხვავებით კათოლიკურ ეკლესიაში მეორე ქორწინება დაუშვებელია, აკრძალული არის და ინგლისის მეფემ სულ არ მინდა მაშინ შენი ეპისკოპოსობაო, ჩემ ეკლესია შეუქმნიო და შექმნა კიდეც. ანუ გამოეყო თავის მხრივ, რომ მოეყვანა მეორე ცოლი. შექმნა თავისი საკუთარი ეკლესია. ახლა რაც შეეხება წესჩვეულებებს, ყველაზე რადიკალური სხვაობა გვაქვს პროტესტანტული მიმდინარეობის კონფესიებთან. და რატომ? პროტესტანტული ძირითადს ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია და ყველა მართლა არ ვიცი. ალბათ შეუძლებელია კიდე ვინმე ყველა რა დოქტრინალური სწავლება ყველა იცოდეს ადამიანმა. ზოგადს ვამბობ, ამიტომ. ზოგადი სახესხვაობა, რაზეც პროტესტანტული კონფესიები უარყოფენ, ეს არის ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტი და მისი სამოციქულო მემკვიდრეობა. მათი მთავარი, ასე ვთქვათ, წიგნი კი არა, მათი მთავარი საფუძველთა საფუძველი არის წმინდა წერილი.
უარყოფა ხატებისა, უარყოფა სამღვდელოების. შეიძლება მკითხოთ, აბა ვინ არის ისინი ის ადამიანები, ვინც ქადაგებს მათ შესაკრებლებში. ესენი არიან არა ხელდასხმული ხალხი, რომელსაც სამოციქულო მემკვიდრეობა მოყვება, რომელიც აი კათოლიკურ ეკლესიაში შენარჩუნებულია და ჩვენ და ხო არის და არის, რა თქმა უნდა. არამედ არჩეული საზოგადოებიდან გამორჩეული ადამიანი, კარგი ვთქვათ, თეოლოგიის მცოდნე, რომელიც უბრალოდ ქადაგებს. მათთვის წმინდა ზიარება არ არის მაცხოვრის სისხლის მიღება, არამედ უბრალოდ იესოს გახსენება. ანუ როგორ ვთქვათ, აი პროტესტანტულ მსახურებას რომ დაესწროთ, ნახავთ რომ ან რო ნახოთ ტელევიზორში ეს არის, ვთქვათ, წმინდა წერილის კითხვა, შემდეგ ამის განმარტება და შეიძლება სიმბოლურად ადამიანებს ჩამოურიგდეს პური და ღვინო იესოს გასახსენებლად, არასაზიარებლად, არამედ გასახსენებლად. ანუ ჩვენ ვერ შევხვდებით პროტესტანტულ სამყაროში კლასიკური გაგებით სამღვდელოებას, კლასიკური გაგებით ზიარებას, კლასიკური გაგებით ხატებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება კათოლიკ ეკლესიას, კათოლიკურმა ეკლესიამ ბუნებრივია ეს ყველაფერი შეინარჩუნა. ეს იქნება ვთქვათ ხელდასხმის უწყოტელობა, ადამიანების ზიარება, ნათლობა და ასე შემდეგ. არის ჩვენ შორის დოგმატური სახესხვაობები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ეხება მრწამს და მრწამსის კონკრეტულად ერთ მოვლს, სადაც საუბარია სულიწმინდის გამომავლობაზე. მართლმადიდებლო ნიკეა კონსტანტინოპოლის მრწამსში ოდითგანვე იყო ესე, დასული წმინდა უფალი და ცხონყოფილი, რომელიც მამისაგან გამოვალს, ხოლო დასავლურ სარწმუნოების სიმბოლოში მოგვიანებით და ესეც გარკვეული პოლიტიკური მიზეზებით მოხდა ჩამატება სიტყვებისა დაძისაგან, ლათინურად ეს ეჟღერს ფილიოკვე. და დღევანდელი მწამსი მათი ეს ეჟღერს დასული წმინდა უფალი და ცხონყოფილი, რომელიც მამისაგან და ძისაგან გამოვალს. ანუ პირველი სახესხვაობა ეს არის სხვაობა სარწმუნოების სიმბოლოში, შემდეგ რომ მიუყვეთ ამას უამრავი შეიძლება თქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვა, პაპის უცდომელობის დოგმატი, ანუ ექს-კათედრა, თქვათ ლიტურგიკული სახესხვაობები, მაგრამ ამას უფრო ტრადიციის სახე აქვს, ვიდრე დოგმატური შინაარსისა. აი მოკლედ რომ გითხრათ ძვირფასო მაყურებელო, ეს არის რისი თქმა შეიძლება, მაგრამ დამერწმუნეთ 1%-იც არ მithქვამს იმისი, რისი თქმა შეიძლება ამ საკითხზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემაა და მე გირჩევთ აი ზოგადად გაეცნოთ ეკლესიის ისტორიას. აი თუ ესე დაინტერესებული ხართ ამ საკითხით, კონკრეტულად ვთქვათ, რომ გაეცნობით მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, გაეცნოთ რომის კათოლიკე ეკლესიის ისტორიას და გნებავთ პროტესტანტულ მიმდინარეობებს და აი უფრო თვალნათლი იქნება ჩამოყალიბებული და ვრცლად ის რის თქმასაც ახლა მე ვეცადე ძალიან მოკლედ გადმომეცა თქვენთვის. კეთილი, ნინა გვწერს ესეთ კითხვას, როგორ მოვიქცეთ ვართ მიცვალებულის პატრონი, ადამიანის გარდაცვალება არის ბურუსით მოცული. იპოვნეს წყალში გარდაცვლილი. მიცვალებულს წესი ჯერ ვერ აუგეს. რა ვქნათ, რაში ვიპოვოთ შვება? შეიძლება სულს რამეთი დავეხმაროთო. პირველ რიგში არ უნდა დააყოვნონ და მივიდნენ თავენ მოძღვართან, თუ კი ყავთ ასეთი, თუ არა და ალბათ ნებისმიერ მღვდელმსახურს უნდა მიმართონ და ითხოვონ შეხვედრა თუ თბილისში არიან ადგილობრივ ჩვენს ქორეპისკოპოსთან, თუ არ ვწდები მეუფე თეოდორე წყვეტს ამგვარ საკითხებს ხო? მეუფე თეოდორესთან, თუ ეპარქიაში არიან, ეპარქიის სამდივნოს უნდა მიმართონ და მღვდელმთავარმა უნდა გადაწყვიტოს წესისაგების საკითხი. შეიძლება ეს დროში არ ჩაეტიოს, ხო თქვას, რომ მიცვალებულის პატრონები ვართ, როგორც ჩანს, არ დაუგრძალავთ ჯერ. თუ კი ეს დროში ფიზიკურად ვერ მოხერხდება, ან მღვდელმთავარს არ ეცლება, ან თქვათ ეს მარტივით ზოგჯერ არ არის ხო მოუცლელობის გამო წესის აგება შეიძლება დაკრძალვის შემდეგაც. უამრავი შემთხვევა ყოფილა რომ ესე არ გვწოდნია ვთქვათ ადამიანი თვითკვლელობით არის აღსრულებული თუ არ არის თუ რაღაც უბედური შემთხვევაა თუ რა არის და სანამ მღვდელმთავარს მოუწია კურთხევა დაუგრძალავთ ადამიანი და შემდეგ კურთხევის მიღების შემდეგ მიუსულვართ საფლავზე და აგვიგია წესი. ნუ სამწუხაროდ ესეც ხდება ხოლმე. ანუ უნდა მიმართოთ აუცილებლად მეუფეს. ლუკა გვწერს, რატომ არ ირწმუნეს ის ებრაელებმა, რომ იესო ქრისტეს ღვთაებრიობა რატო არ ირწმუნეს და ასევე რატომ არ დაერქვა იესო ქრისტეს ემანუელი, როგორც დაწერილი იყო წმინდა წერილში. პირველი ლუკა ვინ მოგახსენა, რომ არ ირწმუნეს. აბა მოციქულები ვინ იყვნენ? მოციქულები ებრაელები არ იყვნენ? პირველი ქრისტიანები ვინ იყვნენ? ებრაელები არ იყვნენ? ანუ ის გამოთქმა, რომ ებრაელებმა არ ირწმუნეს იესო, არის ჩემი აზრით ანტისემიტური.
და კი, ებრაელებმა იწამეს იესო, იმიტომ რომ მოციქულებიც ებრაელები იყვნენ, მოციქულებრივი მამების დიდი უმეტესობა ებრაელები იყვნენ და პირველი ქრისტიანული თემები სწორედაც გაჩნდა ისრაელში. ებრაული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არ მიიღო უფალი იესო ქრისტე მხსნელად. ამასაც მოგახსენებთ რატო. იმიტომ რომ მარტივად რო გითხრათ, ისინი იყვნენ პროპაგანდის მსხვერპლი. ზუსტად ებრაული საზოგადოების დიდი ნაწილი იყო პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი. და რას გულისხმობ ამას? აი წარმოიდგინეთ, ისრაელი არის დაპყრობილი, ხო, რომის იმპერიის პროვინცია. რომის იმპერიას ესეთი წესი ჰქონდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ფორმალურად, რა თქმა უნდა, ეხლა იქ ყველაფერს პროკურატური წყვეტდა, მაგრამ ფორმალურად უნარჩუნებდა ხოლმე დაპყრობილ ერებს, აი ჰეროდეს მაგალითი რა ვიყოთ, ხო? ჰეროდეც ხო იყო იქ. და მათ რელიგიურ წესჩვეულებებს არ ეხებოდა. ანუ არ ზღუდავდა მათ რელიგიურ წესჩვეულებებს. ეს იყო ძალიან ტაქტიკური და ძალიან მზაკვრული გეგმა დამპყრობლისა, რომ ამით უქმნიდა დაპყრობილ ერს იმის ილუზიას, რომ შენ დაპყრობილი არ ხარ. აი რა გინდა, აგერ შენი მართველი ყავს, შენი რელიგია გაქვს, წაგარ თუ რამე არაფერი არ წამერთმევია ხო შენთვის. აქეთ კიდე კაი ცხოვრება მოგიტანე და ფინანსურად უზრუნველყოფ და აგაშენე და აგერ გალავანი აგიშენე და აგერ არ გავაკეთო. შენ დაპყრობილი კი არ ხარ, მე შენ მეგობარი ვარ. აი ესეთი პოლიტიკა ქონდა იმ დროინდელ რომს. ეხლა მეორე მხრივ ვიღებთ ისრაელი ერის პოლიტიკურ და რელიგიურ ელიტას, რომლებიც იყვნენ მმართველობაში, რომელიც როგორც მოგახსენეთ, რომი ტოვებდა ადგილობრივ მმართველობას. აი ამ მრავალწლიანმა დაპყრობითმა ომებმა, ებრაელი ერის ტრაგიკულმა ისტორიებმა, ეს გადასახლება ბაბილონის გადასახლება იქნება თუ სხვა და სხვა და მუდმივად ამ ომებმა ერთგვარად შეარყია ერის რელიგიური ელიტის სწორი რელიგიური ცნობიერება და დაამახინჯა ის. და დაამახინჯა მთავარი, რომ მესია, რომელიც უნდა მოსულიყო, მიიღეს მათ არა როგორც მხსნელი კაცობრიობისა, ნუ კი ბატონო, ისრაელი ერისა, იმიტომ რომ კაცობრიობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ამისთვის მზად, ამ იდეისთვის მზად მოციქულებიც არ იყვნენ, რო არა საღვთო ინტერვენცია პეტრე მოციქულის შემთხვევაში, რომელსაც გამოეცხადა უფალი და პირდაპირ უთხრა, რომ წარმართებიც უნდა მონათლო და დანარჩენები ხმას აღარცემდნენ, მერე პეტრეს წარმართები რა მოგანათლინაო, ხო? და ახსნა წარმართებების გაკეთება მოუწია პეტრე მოციქულს. კი ბატონო, ებრაელი ერის მხსნელისა, რომელიც მათ დაკარგულ სამოთხეს დაუბრუნებდა, ხო? და როცა ისინი აი იმ შეოლში აღარ წავიდოდნენ, იმ ჯოჯოხეთში აღარ წავიდოდა მათი სულები და სასუფევრში. აი ეს რწმენა დაკარგეს. და ეს რწმენა როგორც წესი არ ეკარგება, ჩანაცვლება ხდება ხოლმე. და ეს ჯანსაღი და სწორი რწმენა ჩაანაცვლა პოლიტიკურმა პროპაგანდამ. და ეს პოლიტიკური პროპაგანდა რა იყო? შეოლი არა და სასუფეველი არა ზღაპრები. მოვა მესია, ყველას გაგვათავისუფლებს და კაი ცხოვრებას მოგვიტანს. ხლა მოდის იესო ნაზარეველი და ამბობს, რომ ჩემი მეუფება არ არის სამქვეყნიური. მიუტევე და მოგეტოვება. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან მიმყვანებელი. რაღაცა გაუგებარია. მე სულ სხვა რამისთვის მამზადებდა. მე სულ სხვა ნაერად ქონდა ტვინი მომართული, რომ სულ სხვანაერ მესიას ველოდი და შენ სულ სხვანაერი ხარ. აი ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ებრაელი ერის დიდ ნაწილს, ნუ არ ვიცი ხარ პროცენტულად, მაშინ მე რა ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ისრაელში. დიდმა ნაწილმა უბრალოდ ვერ მიიღო იესო როგორც მხსნელად. იმიტომ რომ იესომ არ შესთავაზა იმათ ის, რასაც ელოდებოდნენ. აი ეს არის მიზეზი მთავარი. იყო რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა, მაგრამ მთავარი ესა. და კიდე კითხვა ქონდა ემანუელი რატომ? ემანუელი მაცხოვარმა აღასრულა თავის ცხოვრებით. ნახე, ქალწულმა მუცლად იღოს შუას ზედა უწოდონ სახელი მისი ემანუელი. ემანუელი ქართულად რა არის? ჩვენთან არის ღმერთი. მეტი ჩვენთან არის ღმერთი რაღა გვინდა? ღმერთი ხორცში მოვიდა. ხორცელად განკაცდა და კაცთა შორის იქცეოდა. ანუ ჩვენთან არის ღმერთი, ეს რომ აღასრულა იმითი რომ დედამიწაზე დადიოდა ხორცშესხმული ღმერთი. კი ბატონო. მარინა წერს, მინდა წავიდე დედათა მონასტერში. როგორ მივხვდე რომ ამისთვის მზად ვარ 60 წელს გადაცილებული ქალბატონია. იცით რა არის ქალბატონ მარინა, მე მაინც გონია რომ ეგეთი შეკითხვები თქვენს მოძღვარს უნდა მიმართოთ. ეხლა
მე არც გიცნობ თქვენ, არც ესეთი კომპეტენცია მაქვს, რომ ადამიანს მოუწოდო ადექი და მონასტერში წადითქო და აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს პირად სულიერ მოძღვარს. ძმის შვილის მონათლა თუ შეიძლება? მე მგონი არა, ხო, არა, შეიძლება. წასით რა ვიცი. ხო, უბრალოდ ისეც ნათესავია. ხო, აი რატო? ხო, აი რა აუცილებლად. ხო, აი ცით რა არის, აი ყველაზე გულს ძალიან მიხარია, რომ წმინდა სინოდმა ამას წინათ, ხო, დიდი ხანი არაა გასული, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, ნუ რაღაც გამონაკლ შემთხვევაში ორი, ხო. ამით ეკლესია ცდილობს ძალიან ბევრს ეწყინა ეს სხვადასხვა. ძალიან ბევრ ადამიანს ეწყინა, ზოგ 7 ნათლია ყავდა გამზადებული, ზოგს 12 და ასე შემდეგ. და 3 ყველა ვარიანტში. და ამით ეკლესია, კონკრეტულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, რომ ნათლიობას, ანუ მიმრქმელობას დაუბრუნოს თავისი თავარი იდეა. თქვენ დალოცულო, თუ ისეთ შენი ძმისშვილია, რა გიშლის ხელს, რომ ტაძარში ატარო და აღზარდო ქრისტიანულ სარწმუნოებაში. მიმრქმელობის აზრი იყო ის, რომ მიმრქმელმა მონათლული უნდა მონათლამდე ჯერ თუ კი სრულწლოვანია კატექიზაცია გაატაროს ქრისტიანული სარწმუნოების ანიბანი ასწავლოს და შემდეგ როცა მოინათლება იყოს მისი სულიერი გიდი, ხელჩაკიდებული სულიერი მეგზური, რომელიც მას მეგზურობას გაუწევს, მაგრამ თუ კი მე თვითონ მეგზური მჭირდება, მე როგორ უნდა გაუწიოს ხოს მეგზურობა. ამიტომაც ნათლია უნდა ავარჩიოთ არა იმ პრინციპით, თქვა ვინ გავახაროთ და ვის რა მატერიალური შესაძლებლობა აქვს, არამედ იმითი, რომ ის ჩემშულ სულიერ გიდობას გაუწევს. აი ესეთი კითხვა უნდა დავსვათ. ქრისტემდე მარხვა როდის იყო, რა დღეებში და რატომ? მარხვა, იცით როგორ ამბობენ მამები, მარხვა ისეთივე ძველია, როგორიც კაცობრიობაო. ედემის ბაღშიც კი, როდესაც პირველ ადამიანებს, ხო, ადამ და ევას მიეცათ ლოცვა კურთხევა, რომ არ მიეღოთ ხეცნობადისა, კეთილისა და ბოროტის, ამას რა თქმა უნდა სულ სხვა დიდი და ღრმა სულიერი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი შტრიხი ბევრი მამა ამბობს, რომ ეს იყო ერთგვარი მარხვის წინასახე, ნუ ხა თუმთლად მარხვა არა, მარხვის წინასახე. ხოლო ძველ აღთქმაში ძვირფასო მაყურებელო უამრავი მაგალითი გვაქვს მარხვისა, უამრავი. ძირითადად მარხვა დაკავშირებული იყო სინანულთან. თუ კი ადამიანი რამე შეცოდავდა და გძნობდა ან წინასწარმეტყველის მიერ იქნებოდა გაფრთხილებული, რომ აი შენი ცოდვები ზეცას მიწვდა და სასჯელიც არ დააგვიანებს, შეიძლება ესეთ ადამიანს ან ადამიანთა დიდ ჯგუფს მარხვა დაეწყო და შემდეგ ღვთის ეს ნაზორებელობაც ერთგვარი წესი იყო, რა თქმა უნდა, აღთქმის დადების, ანუ მარხვა ახალი რამე არ არის, უძველესი მოვლენაა. კი ბატონო, სულ რამდენიმე წუთი რჩება, შეიძლება კითხვაც მოვასწროთ. რამდენად მართალიაო, თუ ერთხელ მიხვალ ეკლესიაში, შემდგომ მთელი ცხოვრება სულიკ უნდა იარო? იცით რა არის, მთელი ცხოვრება უნდა იარო, კი. ყოველ კვირას, შაბათ კვირას უნდა ესწრებოდა ღვთისმსახურებას და კი არ უნდა მიდიოდა, უნდა მიფრინავდა სიხარულით ეკლესიაში, იმ აზრით და იმ ცნობიერებით, რომ იქ გელოდება ყველაზე მთავარი. ფიზიკური ზიარება იესო ქრისტესთან, გულისხმობ ევქარისტიას, შენ ღმერთთან, ვინ შექმნა და ვინ შექმნა მთელი სამყარო. და ეს თუ გექნება გაცნობიერებული, შემდეგ ვფიქრობ, რომ კითხვა ცოტა სხვაგვარად დაისმება. ხომ არ დადგება ის დრო, როდესაც კვირას წირვა აღარ ჩატარდება. არა, ეგ დრო აღარ დადგება. კვირას წირვა ყოველთვის იქნება. კეთილი მამა გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ზურფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თეოლოგიის დოქტორი დეგანოზი გიორგი კიკვაძე. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. გემშვიდობებით, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ და გაგახაროთ.